მოგესალმებით მეგობრებო. დღეს საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, როგორც ხედავთ, ჩემი სტუმარი არის ნუკრი შეშიაშვილი. ნუკრი, მოგესალმები. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და უკვე გაფართოვდით, ხედავ რომ კი, ბევრი გაუცელი ხალხი და გავფართოვდით, კი. ორი წარმატებებს დღის წინ 2000 ხელმომწერი გადავაბიჯე და მოკლედ ძალიანაც გამიხარდა. როგორც ამბობენ, მოკლე პერიოდში კარგი დინამიკა გაქვსო. ნუკრი, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეხლა რაც საქართველოში ხდება არის ის არაბული ინვესტიცია. მე ჩემ ასს დავაფიქსირებ თავიდანვე და მე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყველამ გამოთქვას თავის სამოქალაქო აზრი მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა საქართველოში, რამდენად შორს არის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა საქართველოს შვილები ვართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. 6.5 მილიარდი ეს არ არის სახომარო ფულის კაპიტალია და გეოგრაფიულად რო შევხედე, მისგან უნდა ველოდოთ ახლა ჩვენ საქართველოს განვითარებას, ხო? ახლა რუსეთთან საერთო არაფერი პოლიტიკური აქტივობა არ აქვს და იქიდან მე ინვესტიციებს უახლოეს მომავალში პერსპექტივაშიც ვერ ვხედავ. სამეზობლოში აზერბაიჯანი, თურქეთი, აზერბაიჯანი ვიცით რომ სოკარის პროექტი და ასე შემდეგ და მე ეს არ ვიცი რამდენად ეს ინვესტიცია ეს უფრო ომხრივი გარიგების ამბავია და საქართველოს წესით ამ აქტივებიდან ბენეფიტი უნდა მიიღოს, თუმცა არ ვიცი რა მოცულობით იღებს და ეს საკმარისია თუ არა, შეიძლება გადასახედიც იყოს ეს ხელშეკრულება მომავალში. თურქეთთანაც მე დიდი ინვესტიცია არც კი გამიგია და ევროპაზე ხო საერთოდ საუბარი არ არის, რაც უფრო დრო გადის, დისტანცირდებიან ჩვენგან. ამერიკა კიდე, როგორც ვხედავთ, საშინაო საქმეებით არის ჩაფლული, უკრაინის ომი ვერ მოუგვარებია და პლუს ნიუ-იორკში ულტრამემარცხენე ავირჩიეთ. მე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ქალაქმა ესე გადაწყვიტა. და ეს კი ვირჩება, ხო? რეგიონალური პოლიტიკიდან ახლა ყველაზე შეძლებული და სტაბილური მხარე არის არაბული სამყარო. მაგრამ აქ გაჩნდა ესეთი შეკითხვა. ყველას აქ ეს კითხვა რომ რას ნიშნავს ეს 30,000 მუშახელი? და მეორე, რატო არის კონტრაქტში მუხლი რომელიც საიდუმლოებული. გასაიდუმლოებული ეს მე მინახავს სხვადასხვა კონტრაქტი შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და არაპოლიტიკური, მაგრამ მაინც რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით და აი ეს 30,000 მუშახელი და საერთოდ ეს ყველაფერი იმიტომ მქონდა სურვილი რომ შენთან გავსაუბრებოდი რომ ძალიან საინტერესო პოსტი დადე 2-3 დღის წინ. შოთა მარტინეკოსა და გურამ ნიკოლაშვილის ერთგვარი დებატები იყო გირჩის პლატფორმაზე. არ იყო, იმიტომ რომ გირჩი თანამონაწილე იყო ამ საუბრის. მაგრამ იქ ახლა როცა სამი დაინტერესებული სამი მხარე არის, ჩემთვის გარდა იმისა, რომ პოზიციები დაფიქსირდა, იქ შეჯერება მე ვერ ნახე, მაგრამ შემდეგ შენი პოსტი ნახე არაერთი და ზუსტად აი ამის თაობაზე მინდოდა შენთან გასაუბრება. რას ფიქრობ და რა გამოწვევების წინაშე ვართ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გარკვეულწილად აი სანამდე უშუალოდ აი ამ ინვესტიცია შევეხები, მინდა რაღაცნაირად ჩემი ის мотивация და ჩემი რაღაცა განვლილი გზა საჯარო სივრცეში, სატელევიზიო სივრცეში 2019 წლიდან იწყება იქამდე. მეტნაკლებად აქტიური ვიყავი სხვადასხვა პლატფორმაზე. და რატომ დაიწყო ეს? პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ მე ამაზე არ მისაუბრია საჯაროდ არსად და ამიტომ აქ ვისაუბრებ. იყო ის რომ ისტორიკოსი ვარ, უახლესი ისტორია მაინტერესებს ჩემი ქვეყნის და რაღაცნაირად ყოველთვის იყო ეგ 90-იან წლებში ვერასდროს ვერ გამეგო ეს კონფლიქტის არსი სამოქალაქო ომზე ვიძახი. ჩემ სანათესაოში საზოგადოება ორად იყო გაყოფილი, ზოგი პროზვიადისტური იყო, ზოგი ანტიზვიადისტური და რასაც უყურებდი, ჩემთვის ცოტა უცხო იყო და ეს მაინტერესებდა ფუნდამენტი რა იყო და გარკვეულწილად ახლა მე ვერ ვიტყვი რომ მაინც ახლა მარტო სამეცნიერო დაკვირვებებზე ვისაუბრებდი ან რაღაცა ფაქტებზე, იმიტომ რომ მეთოდოლოგიურად არის ესეთი მომენტი, რომ მარტო დოკუმენტებს შეისწავლიან ხოლმე
და ის რაღაცა მთელი რიგი პლასტი რჩება, რაც რეალურ პოლიტიკაში იყო და რეალური პოლიტიკა, როგორც ახლა შიგნიდან დავინახე, არ არის მარტო პოდერს გიხდით. ძანე გავთიშავ. რეალური პოლიტიკა არ არის მარტო დოკუმენტების შესწავლა, რეალური პოლიტიკა არის განწყობები, რეალური პოლიტიკა არის ურთიერთობები, რეალური პოლიტიკა კეთდება იმ ოფიციალურ რაღაც დოკუმენტაციის მიღმა სიამდვილეში. მე ეს დავინახე და ამიტომ რეკონსტრუქცია, როდესაც ხდება 90-იანების, არ მაგმაყოფილებდა, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტზე დაყრდნობით ხდებოდა ხოლმე ეს რაღაც აღდგენა. მოკლედ მე ერთი მხრივ ეროვნული მოძრაობისადმი მაგ გაურებული მდგომარეობა. ერთი მხრივ ის იდეა, რა იდეაც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იყო ჩვენთვის და გასაგებია რომ ეს იყო მრავალი თაობისთვის ძალიან ღირებული იდეა და ეს იყო მე ესე ვიტყვი საკმაოდ ისეთი ძლიერი იდეა, მაგრამ მეორე მხრივ მე რასაც უყურებ პოლიტიკურ ველს მან ჩემთვის ეს არის რეაქციონისტული ძალების ერთობა იყო მთელი ეს ეროვნული მოძრაობა, რომელი მხარეც არ უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად მე ინფორმაცია რაც მესმოდა რომ ზუსტად გამსახურდია იყო რაღაც ულტრანაციონალისტი, რაღაც ესეთი და სხვები იყვნენ უფრო ზომიერები. მე რო ჩავიხედე მათ განცხადებებში, ჭანტურიას განცხადებებში, აღმოაჩინე რომ პირიქით, ზუსტად ჭანტურიასგან განსხვავებით უფრო ზომიერი ჩანდა მთელ რიგ საკითხებში და მთელი რიგი, ესე იგი ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები კიდევ უფრო რაღაცა შორს მიდიოდნენ რაღაც სიგიჟეებში. ამიტომ ზოგადად ჩავამიყალიბდა რომ ის ნარატივი, რა ნარატივის მე ბავშვობიდან მომეწოდებოდა, თლად ესეთი სწორი არ იყო. და აი ეს ნარატივი სიამდვილეში მოიცავს იმას, რომ აქ არ არის რაღაცა ერთი რაღაც კაი მხარე და მეორე ბოროტი მხარე. ეს არის რაღაცა ერთი რეაქციული მოძრაობა, ჩემი აზრით, ბევრს არ მოეწონება, ვიცი, ჩემი ნათქვამი. ეს იყო ერთი რეაქციული მოძრაობა, რომელსაც ჰქონდა კეთილშობილური იდეა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, მაგრამ პოსტ აი დამოუკიდებლობის პერიოდში ამ რეაქციულმა ძალებმა ესე იგი რაღაც არა ფუნდამენტურ საკითხებზე, არამედ ხშირ შემთხვევაში მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვან საკითხებზე აქცენტირებით, თორე მიზეზები რა თქმა უნდა ფუნდამენტური იყო, დაიწყეს სამოქალაქო ომი და მიგვიყვანს აქამდე. თუ რამოდენიმე მიზეზი რასაც შევხედე იყო ის რომ და ეს დღემდე ქართულ პოლიტიკას აქვს, ეს არის გარკვეულწილად ახლა ესაც შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს და ვითქვას რომ ბოდიალობ და ასე შემდეგ, მაგრამ იყო ის რომ ძალიან ფემინიზაცია იყო. ფემინიზაცია იყო ყველა მხრიდან. თქვენ ალბათ გემახსოვრებათ ის მდედრიონის საკითხი, ის რომ ცოლები აქტიურ როლს თამაშობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ზუსტად გამსახურდია ის ჭანტურიასთან და სხვებთან და მე ხედავდი რომ აი ძალიან ბევრი ადამიანთან ვისთანაც გქონია საუბარი, აი ზუსტად ანტიზუადისტური განწყობები ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ქალების მიერ იყო შექმნილი და აი ამ სიტუაციის მიერ იყო შექმნილი. და მე ვთქვი რომ გარკვეულწილად ხდებოდა რაღაცა ქართული საზოგადოების ქალური, აი ხომ ქალური რაღაც გამოვლენა შეიძლება იყოს რაღაც დადებითი და შეიძლება იყოს ნეგატიური, ხო? აი ამ ნეგატიური ქალური გამოვლენებების აიუსო ქართული პოლიტიკა. და ბუნებრივია გაქრა რაციონალიზმი, რაციონალიზმი სადაც ქრება აბსოლუტურად. მე ვერ გავიგე სხვადასხვა პეტრე მამრაძეს ხავდა ჩემთან მილენიალში. ურჩევ რომ ნახონ და მე ვერ გავიგე რატომ წავიდა იმის ზუსტად გამსახურდიის წინამდე. აი ვერ გავიგე სიმართლე გითხრა. აი ვიღუპებოდი თუ და მე შეკითხვა მქონდა რომ ის რაც მოხდა ამ სამოქალაქო ომის დროს, ეს არ იყო დაღუპვა? ანუ ახსნა თვითონ არ აქვს, მაგრამ განწყობები ჩვენთვის გასაგებია, რატომ შეიძლება არ მოწოდეთ ის რაც ხდებოდა იმ მდგომარეობაში. შემდეგ მე ვხედავ იმას, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მხარდაჭერები, საკმაოდ ბევრი კურსელი ყავდა, ის ყავდა, მეზოშიც იყო, ანუ ურთიერთობა მქონდა და ყველას ჰქონდა ეგეთი და მე ვფიქრობ, რომ იქიდან მოდის, სწორედ აი ესეთი მომენტი, რომ ქართველი რა არის რაღაცაში დამნაშავე, თუ რაში არის ეგ სხვადასხვა მიზეზი აქვს, არ ვერ ხვდები ამაში და ვიღაცა უნდა მოვიდეს, უნდა განიწმინდოს, ეს ვიღაცის სისხლი უნდა დაიღვაროს და ამას ხარს უჭერდნენ, ამას ძალიან გულახდილად უჭერდნენ ხარს. ამას ხედავდი ყველა დონეზე რა. შეიძლება ეს საჯაროდ ესე არის, ლაპარაკობდნენ, მაგრამ პრივატულ ლაპარაკებში ყველა მაგას ლაპარაკობდა. და ეს ისე მიღებული ფორმა იყო, რომ აი მას ჰომო სოვეტიკოს ებრძოდნენ თუ რას ებრძოდნენ, რომ მივხვდი რომ აი ეს რაღაცა მოსესეული რაღაცა გადმოტანას ქართულ რეალობაში რომ 40 წელი უნდა ვიაროთ რაღაც უდაბნოში და მე აი ეს
ძალიან მაგაზე დაშენდა ნაციონალური მოძრაობა მე თუ მკითხავთ. აი მაგ მითზე დაშენდა ნაციონალური მოძრაობა, რომ აი ეს რაღაც გრუზინები უნდა ჩარჩოთ, აი ბოლო პოსტი ქონდა სააკაშვილს სწორედ აი ამ ანთროპოლოგიურ განსხვავებაზე ქართველებს შორის, ეს წერდა რომ ნუ არსებობენ გრუზინები და ვართ ჩვენ პროგრესულები. აი ეს მაშინ ეგეთი ოფიციალურად დეკლარირებული არ იყო, მაგრამ ყველა მაგას უჭერდა მხარს. და მე ხედავ რომ აი მაშინ გაჩნდა ის ბაცილა, სადაც ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ესე იგი ეს კგბ-ს აგენტი რუსეთუმე ყველაფერი მაშინ გაჩნდა. ანუ თანხმობის წარმოება არასდროს არ ყოფილა საქართველოში. არასდროს არ ყოფილა. და ქართული მთელი ნაციონალიზმი მე ესე ვხედე, ქართული ნაციონალიზმი იმით განსხვავდება სხვა ნაციონალიზმებისგან, რომ ის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგია სინამდვილეში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამოკვეთის და მისი ფუნდამენტის წინააღმდეგია. აი რაც უნდა გასაკვირი იყოს ქართული ხალხის სიყვარულით ისეთი რაღაცები გაკეთდა 90-იან წლებიდან დღემდე, რომ საფუძველი გამოიცადა ჩვენ სახელმწიფოებრიობის მთელ რიგ ასპექტებს. და როდესაც ეს მეთოდი მუშაობს, და მარტივად მუშაობს, როდესაც ესეთი ეთნონაციონალიზმი რა იყო, ჩვენ ნახეთ ეს ხო და შემდეგ უკვე ეს ანტირუსული რაღაცა ელემენტი, რასაც სააკაშვილი იყენებდა. როდესაც ეს მეთოდი მუშაობს, ესე იგი მარტივად მისაღებია ეს მეთოდი და მის შედეგებს ყველგან შევხედეთ. 90-იანი წლების ეთნონაციონალიზმი გამოვლინდა აფხაზეთის ომში და გამოვლინდა ცხინვალში. და არა მარტო მანდ, იქ იყო კიდე სხვა მომენტები, თვითონ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ხო? და ის ანტირუსული ისტორიები კიდე გამოვლინდა 2008 წელზე. იმის მიუხედავად, რომ ერთი მხრივ რაღაცა ხმამაღლა ებრძოდნენ რუსეთს, მეორე მხრივ ხედავდეთ ხოლმე, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტები გადაეცემოდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და ჩვენ ის ფუნდამენტი, იერარქიული ფუნდამენტი, რამაც ჩვენი სახელმწიფო უნდა რაღაც დაეცვა, რასაც ჩვენი სახელმწიფო უნდა დაეცვა, არ აღმოჩნდა. გმირები ვინც ყავდა, ანუ მეომართა ფენა. აი ჩემთვის სიმბოლო არის ყარყარაშვილი რა, აი რაც ქართულ ადამიანს გაუკეთეს ის რაც ყარყარაშვილს დაემართა. ესე იგი აბსოლუტურად უნარო ადამიანი, როდესაც თავის დროზე იყო უწოდებდნენ მას გმირ საქართველოს გადამრჩენელს, ხო? მაგით შეაბეს ეს ადამიანი და მაგით მოატყუეს მე როგორც მივხვდი, ხო? ესე მდგომარეობაში ჩააგდეს ზოგადად ქართული მესე ვიტყვი პატრიარქალური ელემენტები. აი ესე მდგომარეობა ამას დაემატე პლუს ეს ეკონომიკა, სადაც კაცები აბსოლუტურად აღმოჩნდნენ, აბსოლუტურად ისეთ მდგომარეობაში, სადაც ვერ რეალიზდნენ და ჩვენ ირგვლივ აბსოლუტურად ესეთი მდგომარეობა გამწარებული რაღაც მამაკაცების, ქალები, რომლებიც ესე იგი ხან სადმუშაობენ, ხან სად და ძირითადად ემიგრაციაში ესეთი ქალებისგან შედგება ეს შემომტანი გადმომრიცხავი რაც არის და დეგრადირებული რაღაცა კაცები, რომლებიც და ეგ ფენომენი მე ჩვენ თვალწინ მოხდა, რომ ქალი ტიროდა, აჭარაში ვიყავი, რომ არ გადაუშვეს, დედა იყო აშკარად, არ გადაუშვეს თურქეთში სამუშაოდ და იქ ტელეფონზე შვილს ელაპარაკებოდა აშკარად და ის შვილი ლანძღავდა. ეგ მე რასაც შევესწარი რა. ანუ იმის მაგივრად რაღაც მამაკაცური ელემენტი ქონოდა მაგას აბსოლუტურად ანტიმამაკაცური ელემენტი გამოავლინა ამ საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილზე აქვს საუბარი. და ეს ადამიანები მე იმდენად ისტერიულები არიან და იმდენად ესეთი ინფანტილურები არიან თავის გამოვლენებაში, რომ ერთი მხარე იქნება იმით, რომ აი ეს გასაშინელები ვართ და ამით იკვებება ლიბერალიზმი და მეორე მხარე იქნება იმით, რომ აი რაღაცა ეს სულ პანიკაშია, სულ შიშებშია, სულ რაღაცა ისეთ და ამავე დროს ყველაზე მაგრები ვართ რა. ეს ეთნონაციონალიზმს რაც ეხება. ამიტომ წყარო ჩემთვის არის ორივე აი ეს რაღაცა მატრიარქალური დიდი დედის რაღაცა კომპლექსი, რომელიც არაძლევს ამ ადამიანებს რაღაც დამოუკიდებელ მოქმედებას. როდესაც მე შემოვიდი საჯარო სივრცეში, სამდე პოსტივზე დავიწყებდი მუშაობას, მაშინ პოსტივი არ იყო ტელევიზია, იყო ინტერნეტ ტელევიზია. მაგ დროს რაღაცა კონფლიქტი მოხდა. ვიცი რაზეც მოხდა. ყოველ შემთხვევაში ის ვერსია მაქვს მოსმენილი, რაც პოსტივიდან გავიგე და რა ვერსიაც ზურამ ახალიძის აქვს, მისი სიმართლე სხვა სიმართლეა. ამიტომ არ ვიტყვი რა მოხდა. თვითონ თქვენ ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ ვიცი რომ კონფლიქტი მოუვიდა თვითონ პოსტივში და წამოვიდა მაგ დროს. და ამ დროს მე ზურამ ახალაძე მირეკავს და მეუბნება, თავაზობს რომ ჯერ არაა ცნობილი
რას აპირებენ, მაგრამ ნუ რაღაცას აპირებენ და შეიძლება რაღაცა დამფინანსებელიც ყავდეთ და რაღაცა სპონსორიც ყავდეთ და ასე შემდეგ, თუ ვარ თანახმარ, რომ მათთან ერთად ვიყო, ანუ ესა ალტიფოს დასაწყისი. ნუ მაშინ ცოტა დაღლილი ვიყავი ისეთ პროექტებში ჩართვისას, იმიტომ რომ ბევრ პროექტში ვიყავი ისეთი ჩართული, რომელიც არ გამართლდა. და ნუ მე რჩინა რომ უკვე გამართლებული პროექტში ყოფილიყავი, პირველი რაღაც ისეთი ხმაგაჭ და ანტილიბერალური, ესე ვიტყვი. და ამიტომაც გამოჩდი პოზიტივში. მე დროთა განმავლობაში მოხდა ის, რომ ალტიფო შეიქმნა, რაღაც გაიზარდა, საკმაოდ წარმატებული, ესე იგი, ინტერნეტ პლატფორმა იყო და შემდეგ გარკვეულწილად სატელევიზიო პლატფორმაც იყო. წარმატებულია, მაგრამ იყო ესეთი მომენტი, როდესაც რაღაც პერიოდის განმავლობაში დავგეგმეთ, რომ მოდით ესე გავაკეთოთ, რომ შევხვდეთ მეთქი, ვისაუბროთ რაღაც საკითხებზე და ზურაც მაშინ დათანხმდა ალტიფოს ბიჭები, მაშინ გამაცნო, ესე ნუ აქამდე კი ვიყავ 1-2 მისული მათთან, მაგრამ ესე არ ვიცნობდი და დავიწყოთ ლაპარაკი. და ამ ლაპარაკის დროს ნუ გამოვლინდა ისეთი საკითხები, რაც მაგალითად ჩემთვის იყო მიუღებელი. და ნუ მე მგონია რომ ეს ყალბი იმედებია, მაგრამ ნუ აი რა გამოვლინდა და რა იყო უთანხმოების მიზეზი. მე მაშინ გადავწყვიტე რომ უბრალოდ არ შევეხებოდი მაგ საკითხს, მაგრამ ნუ გულში ყოველთვის ჰქონდა. იყო ესეთი საკითხი და ეს ფუნდამენტურად დადგა ეს საკითხი. მე თვითონაც უკვე საჯაროდ გამოიტანეს ეს საკითხი, ესე დააყენა თვითონაც. ანუ ეს უკვე აღარა დაფარული და რადგან დაფარული არა და რადგან ღიათ არის ეს თავიანთ ეთერში უკვე ითქვას. ამიტომ მე თავისუფლებას ვაძლევ, რომ უკვე თქვა ეს. იყო ესე საკითხი დადგა, რომ ნუ სხვა საკითხებს ჯერ დავიწყოთ კონსერვატიზმი როგორი უნდა იყოს, რაღაცეები იმის მომწონდა, რაღაცეები არ მომწონდა, მოკლედ კამათის და დისკუსიის რეჟიმში ვიყავით. ნუ ჩემგანაც რაღაც 4 ადამიანი მივიდა, იქაც 4 იყვნენ, 5 იყვნენ და ნუ რაღაც ლაპარაკობდით და ნუ შემდეგ დადგა ეგრე საკითხი, რომ მესამე-მეოთხე მისვლაზე დაახლოებით დადგა ესე საკითხი. ნუ მოკლედ მომავალზე დადგა ესე, რომ რუსეთთან ურთიერთობაზე. ხო და მათი ხედვა იყო ესეთი, რომ ნუ ქართულ სახელმწიფოებრიობას დიდი დრო ესე მდგომარეობაში არ აქვს და საბოლოოდ დარჩება აქ ორი რეგიონალური ძალა, თურქეთი ან რუსეთი. და სად უნდა ვიყოთ? უნდა ვიყოთ რუსეთთან, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მე ამ რუსეთის შიგნით ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ის ბერკეტები, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს და შესაბამისად ესე უფრო უკეთ ვიქნებ. ხო ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ ჯერ ერთი ამის გაზომვა დროში როგორ მოხდება, იმ ისტორიაში ისეთი პატარა დეტალები ცვლის აბსოლუტურად განვითარების გეს, იმდენი დეტალი, რომ ამაზე ახლა იმუშაო შენ, რომ მომავალში ესე მოხდება და დასავლეთი გავა და აქ მარტო დარჩება თურქეთი და რუსეთი, ეს აბსოლუტურად არ არის გაზომვადი რა. არ არის გაზომვადი რა, ეს ერთი მომენტი. მეორე ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომ რაღაცას ეს მოვერგოთ, არამედ ის რომ ის პატარა ბერკეტი ვიყოთ, რომელიც აი ამ ლოგიკას რაღაცნაირად დაარღვევს და ახალ ლოგიკას შემოიტანს. კი, შეიძლება შენ იმხელა წონა არ აქვს, მაგრამ ამ დაპირისპირებაში თვითონ რაღაცა პოზიციას უკვე ექნება მნიშვნელობა. ამიტომ თუ რამეს უნდა აკეთებდეს, ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკოსი უნდა აკეთებდეს იმას, რომ გადააქციოს საქართველოს ბუფერად. ბუფერობის რესურსი ჩემი აზრით კი იმასთან შედარებით, რომ ჩვენ რუსულ გავლენის ქვეშ ვიყოთ, ნაკლებია, მართალია, მაგრამ ამის რესურსი მაინც არსებობს. ამიტომ გამიხარდა მაშინ, რომ ჩინეთი შემოდიოდა. და ეს საკითხი გახდა წყალგამყოფი საკითხი მაშინ. მე ღია თქვეს ეს მომენტი იყო და ამის შემდეგ მე ხედავ ესეთ რაღაცას ამ პროცესების შემდეგ, რომ იწყება ჯერ რუსეთში ჩასვლებს იწყებენ და შემდეგ რუსეთში არ შეუშვეს. ესაც გვახსოვს, ხო? ანუ ძალა რომელიც ამბობდა რომ მე რუსეთთან დავალაგებ ურთიერთობას, თვითონ აღმოჩნდა ისე მდგომარეობაში, რომ თვითონ რუსეთში არ შეუშვეს. ეს ჩემთვის პრობლემა რა არის? ჩემთვის პრობლემა არის ის, რომ ყალბი მოლოდინების შექმნა საზოგადოებაში, ამის შემდეგ აუცილებლად ამას მოყვება ნიჰილიზმი. ერთ-ერთი არ უნდა დაპირდე შენ და ეს ჩანს, იმიტომ რომ ვიცი, სხვებიც ჩასულან რუსეთში და ამაზე ლაპარაკს საერთოდ გზალავენ, ტერიტორიებზე ლაპარაკს გზალავენ ისინი. იგრძალავენ. შენ შეგიძლია ესაუბრო რაღაც აი ვაჭრობის გაღრმავებაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ როგორც კი ტერიტორიებს ეხები არ გალაპარაკებენ, ეს არ არის ის საკითხი, რაზეც რუსი გელაპარაკები. და შენ აქ ამ დროულად საქართველოში ქმნი იმის რაღაცა განცდას, რომ შენ აქ ესე იგი რუსეთი
თუ შენ რაღაცაზე უარს იტყვი, შენ აქ ტერიტორიებს დაგიბრუნებ, ეს ჩემთვის პრობლემა არის, იმიტომ რომ საზოგადოებას არ არჩევ რეალობაში ყოფნას. საზოგადოებას უქმნი ყალბ მოლოდინებს. საზოგადოებას წირავ საბოლოოდ ნიჰილიზმისთვის და მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩენისთვის. მაგას ჯობია რომ მაგაზე პოლიტიკური ქულები საერთოდ არ ჩაიწერო. მესმის რომ პოლიტიკური პარტიას და საკუთარი პიარში მიმუშავია, ვიცი პიარი როგორც მუშაობს, მესმის ეს აბსოლუტურად, მაგრამ არსებობს რაღაცა მე ეგრე მგონია რომ მომავალში რაღაცეებზე უარი უნდა თქვას პიარმა. მათ შორის ეთნონაციონალიზმის უარი უნდა თქვას. ნუ ისეთ რაღაცებზე უარი უნდა თქვას, რაც მუშაობს, მაგრამ საბოლოო ჯამში შენვე გავნებს, იმიტომ რომ 90-იანი წლების პოლიტიკოსებს საკუთარმა რიტორიკამ დაატყვევა ისინი და საკუთარი რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდა. მერე აღარ მიცემს უფლებას, რომ საკუთარი რიტორიკა თვითონ გადათქონ. და ამიტომ ჯობია რომ აი რაღაცა ტაბუირებული თემები იყოს, ჩემი აზრით ესე ჯობია ქსენოფობია, ეთნონაციონალიზმი და რაღაც ესეთი საკითხები იყოს ტაბუირებული თემა, იმიტომ რომ კი პოლიტიკური ქულების მომტანია, მაგრამ საბოლოოდ წააგებ მაგით. გრძელვადიან პერსპექტივაში წააგებ. მე მგონია რომ ეხლა თვითონ კონსერვატორები რასაც აკეთებენ, ჩემი კრიტიკის მომენტი არის ის, რომ მოკლევადიან ეფექტს მიიღებენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი თვითონ მაგ იდეას გააფუჭებენ და დაგებული აღმოჩნდებიან. მე ესეთი ხედვა შეიძლება მეცდები, მაგრამ დავიწყოთ ეხლა გადმოვიდეთ თანამედროვეობაში. თანამედროვეობაში მე ჩვენამდე ინფორმაცია მოდიოდა ეს ჯერ კიდევ გახსოვთ ლევან პირველმა თქვა, რომ ამერიკელები აპირებდნენ რაღაცა ცოტა მემარჯვენე ძალებთან ძალების გაძლიერებას. ნუ მაშინ დაიწყო საუბარი რომელ ძალებზე არ ნუ იყო იქ რამოდენიმე ძალაზე საუბარი, მათში მაშინ პატრიოტთა ალიანსზე იყო ეს მინისტრება აშკარად და ნუ ანალოგია იყო უკრაინის. უკრაინის რა არის? უკრაინაში რა მოხდა? ერთი მხრივ იყო ლიბერალური NGO-ები და მეორე მხრივ იყო აი ნეონაცისტური დაუძახოთ უკრაინულ ნაციონალიზმი, ხო, ნეონაცისტებს ისინი უწოდებენ რუსები. უკრაინული ნაციონალისტები, ხო? ანუ მათ მოახდინეს ეს ახალი რევოლუცია. ნათელია რომ საქართველოში ლიბერალები დამარცხდნენ და ამერიკელებისთვის ალბათ ნათელიც იყო, რომ იმისთვის რომ შენ რაღაცა ახალი ავანტურა, ახალი რაღაცა ესეთი ირაციონალური პოლიტიკა აწარმოო, შენ გჭირდება ნაციონალიზმის გაძლიერება. და ნაციონალიზმი არსებობს როგორც ვამბობ, ორნაირი და არსებობს საკუთარი ქვეყნის დაყოფაზე ორიენტირებული, მოდი კრისტალიზაცია მოახდინო და მარტო ჩვენაირება იწყორნა, სხვა რამე იწყორო და ეს რას ნიშნავს, რომ საკუთარ საზოგადოების შიგნით იწყებ ბრძოლას. ეს არის, ხო, მეტი ხო არაფერი არა. არსებობს მეორე ნაციონალიზმი, როდესაც შენ აფართოებ შენ ნაციონალურ იდეას, ხარ ცოტა ასიმილაციური სხვებთან მიმართებაში, სხვები შემოხავს შენ ერის ორგანიზმში. ხო, ეგეთ ნაციონალიზმს მე ვეთანხმები, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ როგორც პოლიტიკური ელემენტი, რა თქმა უნდა, ის დისკურსი, ნაციონალიზმის დისკურსი, რა თქმა უნდა, ახალისებს მემარჯვენე, გინდა კონსერვატიული უწოდოთ და გინდა ნაციონალისტური ელემენტს, აძლიერებს. სხვა ბერკეტი შენ რომ რაღაცა ის გააკეთო, ნაციონალიზმის ელემენტი გააძლიერო, სხვა არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც ეს არაბიზაცია დაიწყო, ჩემთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ თვითონ ეს კომპანია არ შემოვიყვანოთ. შეიძლება არცაა შემოსაყვანი ეს კომპანია. შეიძლება სხვა საფრთხეები არის. მაგრამ ის რასაც ისინი ამბობენ, უბრალოდ არ ემთხვევა იმ რეალობას, რა რეალობაც რა ვიცი, არის. მაგალითად, შენ როდესაც ხარ პარტია, ხომ შეესწავლო ამ კომპანიის რაღაცა წარსული, ამ კომპანიის სტრატეგია. მეორე მხრივ ხომ შეესწავლო დემოგრაფიული ექსპანსიის ლოგიკა და მაგალითი, ხო? დემოგრაფიული ექსპანსია არასდროს არ ეწყებოდა ევროპაში მაღლიდან, დიდი პროექტები. დემოგრაფიული ექსპანსია პირიქით იწყება ქვემოდან, ყველაზე სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ფენა როდესაც მოდის, ყოლვილები როდესაც მოდიან და აი ეს პირველი ესეთი მნიშვნელოვანი და ხო იყო სირიის კონფლიქტი, ხო? შემდეგ დაიწყო ეს პირველი მიგრაცია ევროპაში, ხო? მაგას მოყვა, ეს არის ქვემოდან იწყება ეგ. არასდროს ვინმეს მოვიდა აზრად თავში რომ ეგ დიდი რაღაცა კომპანია შესული იყო და მე ეგ ჩაესახლებინა ეგ არაბები. ხო პრაქტიკაში ესე ხო არ მომხდარა. რატომ მოხდა შენთან ვინმე მომიხსნას? რატომ არის რომ ეს კომპანია სხვაგან კომერციული ინტერესებით მოქმედებს და შენთან უნდა მოქმედებს სხვა ინტერესები. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ვიღაცას რო ეთქვა, რომ აქ ეგ კომპანია რო შემოდის, აქ თქო არ არის დაცული ჩვენი მუშახელი.
აქ ჩამოდის 30,000 რაღაც მუშახელი, ხო, პაკისტანელზეა საუბარი და სხვა იმაზე. ამის წინააღმდეგ მეც ვარ. ამ არა იმიტომ რომ ისინი პაკისტანელები არიან, არამედ იმიტომ რომ შენ მუშახელს არ იცავ. ეს მომენტია და შენ როდესაც პოლიტიკური პარტია ხარ, შენ უნდა გქონდეს იმის რესურსი, რომ ეცნო ნაციონალიზმს გაცდე რა, რაღაცნაირად გაცდი და შემოიტანე ეკონომიკური განზომილება, შემოიტანე შრომითი განზომილება, შემოიტანე სოციალური განზომილება. მაჩვენე რომ ეს პროექტი თუ ცუდია, ჩემთვისაც ცუდია. ეკონომიკური და როდესაც მარტო აპელირებ არაბიზაციას, რომელიც სიამდვილეში არ მოხდება. არ მოხდება ამ პროექტის არაბიზაცია. ავიღოთ, აი ალბანეთის მაგალითი არის, ხო? სადაც ეს კომპანია ამ კომპანიამ 2 რაღაცა მილიარდი იყო, 2.4 თუ რაღაცა მილიარდი ინვესტიცია გააკეთა, 80% ალბანელებმა იყიდეს ის ბინები. იმიტომ რომ ძირითადად ყიდული ალბანელი იყო და არ ყოფილა ამ კომპანიის მიზანი, რომ იქ არაბები ჩაესახლებინა. ეს იყო აბსოლუტურად კომერციული ის და აქ პრობლემა რა არის რა მაშინებს მეც ერთ-ერთი მიზეზი რატომაც საქართველოსთან გარბის ადამიანი არის საბანკო სისტემა და არის ის რომ საბინაო პოლიტიკა, ახალი ოჯახი რო იქმნება, იმისთვის რომ ამხელა კრედიტი, ესე იგი, გადაიხადოს, მიდის ემიგრაციაში და ამის ნაცვლად გასაგებია რომ ესეთი გიგანტი როდესაც შემოდის, გინდა არ გინდა იზრდება საცხოვრებელი საქმე, რაც სხვა ლოგიკით ეს შენ მიგრაციას ახალისებს. ეს შენ ქვეყნიდან წასვლას ახალისებს, იმიტომ რომ აქ აღარ არის ის თანხები, რომ შენმა მოქალაქემ იყიდოს ბინა. ამიტომ პოლიტიკური პარტიის ამოცანა ჩემი აზრით უნდა იყოს აი მაგ თემებზე ვით აპელირება, თუნდაც რომ უნდოდეს რომ ეს კომპანია არ შემოვიდეს, ეს საკითხები ყოფილიყო ძირითადად წინ წამოწეული და არა ის მარტივი საკითხები, რასაც ისედაც დაიჭერს საზოგადოება. მე იმის მეშინია რომ აქამდე ვებრძოდი აი რუსეთუმეობის იარლიყებს, ხო? ქსენოფობიას რუსეთ. ეხლა იგივე ნაირად არაბებზე გადადის. ეს პრობლემა ისიც არის, მე შეიძლება ჩემი სპეციფიური დამოკიდებულება მქონდეს არაბებისადმი და ისლამისადმი. შეიძლება მქონდეს. და არა მაქვს მე ისეთი დამოკიდებულება, რომ ვერ ვხედავდე მაგ საფრთხეებს, რომ სირიაში რაც ხდება. მაგრამ შენ როდესაც ქსენოფობიურ ელემენტს აღვიობ, ის არ გაჩერდება ერთ-ერთზე. არ ჩერდება, მისი ლოგიკა ეგეთია. როდესაც შენ რუსეთზე დაიწყე, რატომ ის მერე გაგრძელდება არაბზეს, მერე გაგრძელდება თურქზეს, მერე გაგრძელდება იმაზე შეუჩერებელი პროცესია ეს. ამიტომ ამბობ რომ ჩემი აზრით პოლიტიკური პარტიის ლოგიკა უნდა ყოფილიყო ის პოლიტიკური პარტიის რომ ამის გარკვეულწილად კრიტიკა დაწყებულიყო არა ეთნონაციონალისტური ელემენტებით, არამედ დაწყებულიყო საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მოქალაქეები აქ ამ პროექტით ზარალდებით და პროექტით ზარალდებით სოციალური საკითხის გამო, ეკონომიკური საკითხი თუ მაქვს ესაც დაცვლადია. მაგრამ მე ხა რაც მოვისმინე იმისგან ობახიძესგან რომ ეს თანხები მე 6 მილიარდზე რომ საუბარი რომ უნდა წავიდეს ჰესების განვითარებაზე რომ და არსებობს კვლევები რომ განვითარებული ქვეყნების ესე იგი შემდეგ 10 წელიწადში ელექტრომობილების გამო, ხელოვნური ინტელექტის გამო და ასე შემდეგ სადღაც 600-დან 800%-ამდე უნდა გაიზარდოს ელექტრომოხმარება მსოფლიოში. ჩვენს გეზრდება ეს. კაცო, ნავთობი ჩვენ არა გვაქვს. განათლების სისტემა არ გვივარგა. რაღაც ბოლო იმაზე ვართ, მონაცემებში ვართ, წაკითხვის გააზრების ბაზე, ხო? შენ და ჩიპების ქარხანა არ შემოვა, მაღალი ტექნოლოგიების ქარხანა არ შემოვა. იქ სომხეთში იმიტომ შევიდა, რომ ეს ატომური სადგური აქვს და შეუულიათ ეს. ანუ დენიც არა გაქვს ეს რომ შემოიყვანო. არაფერი არა გაქვს. იმისთვის რომ ეს მაღალ ტექნოლოგიები შემოიყვანო და განვითარების ლოგიკაც არა გაქვს. ანუ ალტერნატივა ძიმემარეცვალობა არ გაქვს, ნუკრი. არაფერი არ მუშაობს. ალტერნატივა მაშინ მითხარი პოლიტიკური პარტია რო ხარ, ალტერნატივა მითხარი ეგ 6 მილიარდი საიდან მოყვა? როგორ ავაშენოთ ჩვენი ხელით, ჩვენი ფინანსებით ის ჰესები? იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თურქი ვიღაცა უნდა შემოიყვანო რომ აგიშენოს, ხო? მე გასაგებია რომ თავისთავად ესეთი ეკონომიკური ინვესტიცია, გარე ინვესტიცია არ ვარგა. ანუ თუ ჩვენ იმას ვამბობ რომ არჩევანი რო კონდეს, როგორი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს საქართველოში და ამაზე აკეთებ აქცენტს, მაშინ არ ვარგა. მაგრამ საქმე იმაშია რომ გადახედა ჩვენ ეკონომიკას რა შემოდის, რომელი ინვესტიცია შემოდის, რატომ არ შემოვიდა ამ წლების განმავლობაში მაღალი ტექნოლოგიების ინვესტიცია.
როდესაც არ გაქვს ეგ არჩევანი, რა ვარიანტი გაქვს მითხარით? პოლიტიკურ პარტიებს ვეუბნები, მითხარით რა ვარიანტი შემოგთავაზეთ ვარიანტი, თორე კრიტიკისთვის გასაგებია ჩემთვის. ძალიან მარტივია ესეთი ლოგიკის განვითარება. ძალიან მარტივია ესეთი ლოგიკის განვითარება, მაგრამ მოდით რა, ხო გადავიდეთ მაგ ლიბერალებს ხო ვასრულებთ, ხო? თითქოს ვასრულებთ. ხო უნდა გადავიდეთ ახალ რაღაცა პარადიგმაზე. ეს ახალი პარადიგმა ხო რაღაცა ნიშნავს იმას, რომ ცოტა რაციონალიზმიც უნდა იყოს აქ და რაღაცა სხვანაირი კამათიც უნდა იყოს, ხო? დამანახე რომ არსებობს სხვა წყაროები იმის რომ მე მოიზიდო აქ რაღაც თანხები ჩავდო ჰესების აშენებაში. ეს ჰესებიც ნახეთ ჩვენ რომ გარკვეულწილად არ უნდათ. გასაგებია რომ მე კონტრაქტის გამო არ უნდათ, მაგრამ თუ დააკვირდები თვითონ მიმდინარეობას, თავდაპირველად დაიწყო სუფთა ეკოლოგიური თვალსაზრისით დაიწყო. ნამახვანზე საუბრობ, ხო? ნამახვანი არ უნდა აშენებული იყო, მაგაზე არაა საუბარი, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ როგორ იწყება დისკურსი. დისკურსი როგორ იწყება, მაგაზე ვსაუბრობ. მე მგონია რომ ჰესები საქართველოს სჭირდება საიცოცხლოდ. საიცოცხლოდ სჭირდება. ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცნაირად განვითარებული ერა დავრჩეთ, რომელსაც რაღაც ტექნოლოგიებზე ხელი მიგვიწვდება, ეს სჭირდება. თუ გვინდა რომ რაღაცა ისეთი პოტენციალი გქონდეს, რომ აქ რაღაც ტექნოლოგიური ინვესტიცია შემოვიდეს, შენ თუ იაფი ელექტროენერგია არ გექნება, ვის რა სჭირდები? აი არა გაქვს ეგ სისტემა. რო გქონდეს, ვიტყოდი რომ ჩვენ გვაქვს აი ამ ხელა სამეცნიერო პოტენციალი და უბრალოდ აი მენეჯმენტი, სახელმწიფო მენეჯმენტი არ გვივარგა და მაგიტომ არ შემოდის აი ეს მაღალი ტექნოლოგიები. არ არის ეგრე. სამწუხაროდ არაა ესე. მინდა რომ იყოს ესე, მაგრამ არ არის ესე. ნუ ის რომ ცალკე რომ არ ვარგა და ცალკე რომ თავრობა პირველ რიგში თავრობა უნდა აკრიტიკო იმისთვის რომ განათლების სისტემა ესეთ დღეშია და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად მივყვები ყველას. და პირიქით ხარს დაუჭერ ამას, მაგრამ შემოთავაზონ ალტერნატიული 6 მილიარდი, რომელიც ჰესების შენებაში შევა და არ იქნება უცხოეთის, არამედ იქნება საქართველოს სახელმწიფოს. მეორე ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტია, რატომ არ ესეთი საკითხები, როდესაც ითქმევა რაღაც რაციონალიზაცია ხო გჭირდება, რომ რაღაცა რად გვინდა თურქული ინვესტიცია, რად გვინდა სხვა ინვესტიცია. სად არის ქართული სახელმწიფო კომპანია? რატომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს მასზე? ხო? რატომ არ საუბრობს მასზე? მე იცით და ყველა მიცის რომ ქართული ოცნების მხარდაჭერი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ მათთან ვისთანაც მისაუბრია მე იმასაც ვხედავ რომ არსებობს ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსის ხედვის არეალი. მე ვხედავ რომ პოლიტიკოსების საკმაოდ აბსოლუტურად დიდ ნაწილს კობახიძეა გამონაკლისი, ოდნავ გამონაკლისია და კობახიძე ოდნავ არა გამონაკლისია, იმიტომ რომ სტრატეგიული აზროვნების რაღაც ელემენტები, მნიშვნელოვანი ელემენტი გააჩნია. სხვებს არ გააჩნიათ. არ აქვს ეს ხედვა. ნული ხედვა რო ელაპარაკები აი ესეთ საკითხებზე, საერთოდ გიჟიგონი ხარ. საერთოდ რატომ ლაპარაკობ ეს საკითხებზე? და მე მივხვდი რომ სახელმწიფოს თავარი ლოგიკა არის ის, რომ რაღაც დრო გააჩერო. აი მაგაზე მუშაობს მთელი ბიუროკრატია, მთელი ეგ სახელმწიფო პოლიტიკური ელიტები, ეს მაგაზე მუშაობს. ესეთი პოლიტიკოსების აზროვნება, რომელსაც სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია, მაგრამ ოპოზიცია როდესაც ხარ, ხონდა კონდეს ეს სტრატეგიული რაღაცა ხედვა, ხო? რატომ არ აქვს სტრატეგიული ხედვა? რატომ იყენებ ყველაზე იაფასიანდე რაღაცა ელემენტებს, პოლიტიკური ელემენტებს, პიარის ხრივ? პიარი გასაგებია, პიარი მნიშვნელოვანი ელემენტია იმისთვის, რომ შენ გაიმარჯვო, მაგრამ უკვე მარტო პიარი რო ყოფილიყო მნიშვნელოვანი ელემენტი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გინდა რაოდენობრივად თანხების დახარჯვაში, გინდათ ტექნოლოგიურად ოპოზიციამ ჩვენ გვაჯობა ამ ხრივ. გვაჯობა. თუმცა პიარულ თვალსაზრისით გვაჯობა, მაგრამ დამარცხდა მაინც, იმიტომ რომ მარტო პიარი არ მუშაობს. მუშაობს სხვა ელემენტები, რომელიც ამ პიარმა ვერ გაითვალისწინა. ამიტომ ვამბობ, რომ მარტო ესეთი ელემენტებით არ უნდა აზროვნებდეს პოლიტიკური ძალები. თავარი მომენტი რა არის? კი, ჩვენ ძირითადად კი ლიბერალური რაღაც დღესწესრიგი შევცვალეთ, მოვახდინეთ მისი დეკონსტრუქცია, მაგრამ ფუნდამენტი მაინც ამ სახელმწიფოს ლიბერალური რჩება. და ეს ფუნდამენტი არის ის, რაც ბენდუქიძემ ჩაყარა ამ იმაში, ჩვენ ეკონომიკურ აზროვნებაში, რომ ქართულ სახელმწიფოს თურმე არ შეუძლია რომ თვითონ კონდეს რაღაცა სახელმწიფო კომპანიები, თურმე არაეფექტურია, მაგრამ
სხვა სახელმწიფო კომპანიები რო შემოდის, მაგალითად სოკარი რო შემოდის, ეგ თურმე კარგია. ხო, აი და ამას რო ელაპარაკები პარლამენტარებს ან ისეთ ადამიანებს, რომ არ ესმით, MQ-ში ესე არ წერია, MQ არის ჩვენი ძირითადი სახელმძღვანელო და ესე იგი თალაკვაძეს ამბობდა ამაზე. არ წერია ესეთი რაღაც. ხო, ხო და არ აქვს ეს ხედვა, აი თითქოს ისეთ გაუგება რაღაცას ვამბობ, მაგრამ არ აქვს მათ მიაჩნიათ, რომ ეს უბრალოდ არ არსებობს, ესეთი რაღაცები არ არსებობს, ეს რაღაც გადმონაშთი და ასე შემდეგ. ესე აზროვნებენ და როდესაც ხედავ, რომ აქაც და იქაც ესე აზროვნებენ და როდესაც ხედავ, რომ ტენდენციების გამო რაღაცა პოლიტიკური ძალა იძულებულია, რომ რაღაცა აყვებს რაღაცეებს, მე ვხედავ, რომ იქნება აქ ჩინადლების შემოსვლით ცოტა ეს სახელმწიფო კომპანიების ელემენტი ვისაც გაძლიერებული რა დაინახონ ამებმა, რომ თურმე ესე უფრო მეტი ფული კეთდება. ეს ხო აბსოლუტურად ისეთი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, რომ აქ გმირების ელიტა არ აქვს, ჩვენ ყავს ვაჭრუკანების ელიტა. ვაღიაროთ. ეს არ არის დიდი მსოფლმხედველობის ადამიანების ელიტა, არც ფილოსოფოსების და ინტელიგენტების ელიტა. ინტელიგენცია აბსოლუტურად აღარ არსებობს როგორც ფენომენი საქართველოში. და ყველაზე მოწყვლადი ესეთი ფენომენია. და ამ დროს ესე რა ქვია, ესენი დრო შემოვლენ იქნებ ამ მათი მიბაძვით მაინც შექმნან ეს სახელმწიფო კომპანიები. და ერთადერთი ფუნქცია ჩემი აზრით, ჩემი ამ პროცესში ის კი არა რომ მე რაღაცა მომწონს თუ არ მომწონს. მგონია რომ რაღაცა ტენდენციები გარედან რომელიც შემოდის, რომელიც აიძულებს რომ ამ ადამიანებმა ლიბერალურად უკვე აღარ იაზროვნონ, ამაში შეუწყო ხელი. იმიტომ სხვა გზა არ არსებობს. სხვა გზა არის ის გზა რომ მუდმივად უნდა იწუწუნო მუდმივად უნდა იყო აი ესეთი მდგომარეობაში საქართველოს როგორ სულდად ახარ და რაღაცა ეს ოხრაში უნდა იყო. არ არის ეს ოხრა გაწუწუნდი ესეთი გამოსავალი. ნახე 90-იან წლებში მარტო ეგ ხდებოდა. ხშირ შემთხვევაში. და მით უმეტეს თუ კი ინტელექტუალი ხარ, ხო? თუ კი პარტია ხარ, რომელიც საუბრობ, რომ შენ გაქვს იმის რესურსი, რომ რაღაცა გარკვეულწილად გიმუშავია თემებზე რაღაცა. მოდი რა შემოიტანო უფრო მდიდარი პოლიტიკური ხედვები, სადაც გაარღვევ რა მაგ ჩაკეტილი. გააქვს მაგის რესურსი, მით უმეტეს გააქვს მაგის რესურსი. იმიტომ სხვები არ ლაპარაკობენ. იმიტომ საზოგადოებას წყურია ეს. ხედავ მე რომ საზოგადოებას წყურია. არა, მაინც იქ ბრუნდებით. ესე იგი, წრეზე ბრუნდებით რა, ისე უკან ბრუნდებით იმ წრეზე, რაშიც მე კვლავ ახალი ლიბერალიზმი გაჩნდება. რაშიც კვლავ ახალი ლიბერალიზმი გაჩნდება. და როდესაც მე საუბრობ რაღაც კონსერვატიზმზე, აქ და ეგ შეიძლება კრიტიკის ობიექტიც ვიყო ამ ხრივ. მე ვეძებ ქართულ მამაკაცურ რაღაცა ელემენტს, არქეტიპს. აი არქეტიპს ვეძებ, რომელიც ერთადერთი ამ პერიოდში ამ არქეტიპს განასახიერებდა მართლა პატრიარქი. დაბერებულია, უძლურია ახლა ამ ეტაპზე და სიმბოლო რაღაცა ესეთი აღარ ხა პატრიარქი რელიგიური სიმბოლო, მე მინდა პოლიტიკური სიმბოლოც რა. მე მინდა რაღაცა ისეთი ელემენტი, რომელიც სადაც სირცხვილი იქნება ისტორიულობა. აი სირცხვილი სადაც გახდება ეს ისტორიულობა, სადაც რაღაც ეთიკა ჩამოყალიბდება, რომ ჯერ რაღაც აზროვნება და მერე ემოცია. და არა პირიქით, როგორც არის. და ერთმა ადამიანმა რაღაცა მოსაზრება თქვა, ყველამ გალანძღა, მეორე ადამიანმა რაღაცა მოსაზრება თქვა, ყველამ გალანძღა, მესამე ბიჭო, შეიძლება ცდებიან, შეიძლება მეც ვცდები. მაგრამ ხო შეიძლება სხვა გარემო შეიქმნა, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. ხშირად არის ჩემმა მეგობარმა დიკუშამ კობულაძემ უწოდა, ნუ არსებობენ ლიბერალური ვოუქიზმი და ხა გაჩნდება მემარჯვენე ვოუქიზმია. ანუ თავდაპირველად იყო ესეთი მომენტი, რომ ჯგუფი იყო რაღაცა, ჩემპოს ჩააგდებდნენ და მერე ესენი გესევნდნენ და გლანძღავდნენ ერთიანად. ეხლა ზუსტად იგივე მეთოდებით გაჩნდა მეორე მხარეს. ლიბერალიზმი იმიტომ არ მოწოდა, რომ ეგრე იქცევა, ქცევის ეთიკის ფორმა იყო, თორე იდეებზე რაღაც იდეებზე მე შეიძლება შევთანხმდე კიდევაც ვიღაც ლიბერალთან. რაღაცა იდეაზე. ეკონომიკური იდეაზე და რაღაც კულტურული იდეაზე ვერ შევთანხმდები, მაგრამ რაღაც უფლებრივი იდეაზე შევთანხმდები. ხო, მაგალითად სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. მათ შემიძლია რაღაცებთან შევთანხმდე, მაგრამ ეთიკაზე ვერ თანხმდებოდი, ქცევის ნორმაზე ვერ თანხმდებოდი, ადამიანის გაგებაზე ვერ თანხმდებოდი და საზოგადოებას ერთმანეთთან როგორ უნდა ქონოდა ურთიერთობა, ამაზე ვერ თანხმდებოდი. ეს იყო მთავარი. შენც რო იგივეს იმეორებ, შენც რო ეგეთი დაყოფის სისტემა გაქვს და როდესაც რაღაცა კრისტალიზაციის მომენტი გაქვს, როდესაც აი ამ რაღაცა ელემენტებს, ისტორიულ ელემენტებს იყენებ. რატომ უნდა მომეწონო რა? იმიტომ რომ კონსერვატორი დაერქვი?
მაგიტომ უნდა მომეწონო. ხომ არის ეს რაღაცა კონსერვატიზმი ხო იმას ნიშნავს პირველ რიგში ეთიკურობას და რაღაცა შენ რაღაცა შინაგან რაღაცა მორალს და შინაგან რაღაც წესრიგს ნიშნავს, ხო? და წესრიგის გარდა ყველაფერს რო ავლენ განსხვავებული აზრისადმი რაციონალურად კი არ გადატეხ, არამედ რაღაცა ემოციურად რო გინდა რომ ეს რა ქვია დააბუნიკო და ბულინგის ელემენტს რო იყენებ ლიბერალების ისა იერარქია იყო ეს ყოველთვის. და ამას რო აკეთებ, რა თქმა უნდა, ეს ამ პოლიტიკური კულტურიდან გამოსვლა მინდა და ამას ლიბერალური ერქვა თუ კონსერვატიული, ჩემთვის სულ ერთია ამედებს. იმიტომ ზოგადად ეს პოლიტიკური კულტურა, რომელსაც ესე იქნება, ამ შემთხვევაში სოციალურ სივრცეში ვამბობ, რა, ჩემი აზრით არის ქართული საზოგადოებისთვის დამღუპველი. უფრო სწორად დამღუპველი იმიტომ კი არა, რომ ახალ ეტაპზე გადავდიოთ, იმიტომ რომ იგივე ადგილზე ტოვებ ამ საზოგადოებას. და ფორმა შემოგთავაზოთ ახალი. მეორე მხრივ, იმაშიც ვეთანხმები ზოგიერთებს, რომ აი მაგალითად მე მქონდა პოსტივიშის და სხვაგანაც, რომ ანუ ისე არ უნდა გქონდეს ურთიერთობა შენ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან მქონდა. იყო იქ ჩემთვის პირადად არასასიამოვნო ელემენტი, როდესაც ну იმათ ისევე მოიქცენ, როგორც მოიქცევდნენ ნაციონალურ მოძრაობას. ხო, ანუ ზოგ შემთხვევაში არ უნდა თქვა, რომ ესენ მარგინალები არიან და არ ველაპარაკ. არა. უნდა იყოს რაღაცნაირად გახსენი ეგ ის ელემენტი და მოდი რა ახალი პოლიტიკური ის დავიწყო, სადაც შეიძლება აი იაპონიაში იყო, რომ როდესაც ძეგლი დგას ერთად ენგონი ოპოზიციისა და პოზიციის აღარ მახსოვს სახელები. ანუ სადაც აჩვენეს რომ ერთ მხარესაც უნდოდა იაპონიისთვის კარი და მეორე მხარესაც. აი ჩემთვის ძალიან ესეთი მომენტი იქნება და წარმოვიდგინოთ რომ ძეგლი დაიდგა სადაც ილია ჭავჭავაძე და ორბელიანი ერთად იყოს. არ და ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ხო? მაგრამ ორივემ ხო ითამაშეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი, ხო? ხო შეგვიძლია რომ ესეც შევხედოთ, ესეთი მაგალითებიც მივსვეთ, რომ კი ესენი ერთმანეთთან იყვნენ ამ დისკუსიაში, დაპირისპირებაში, იდეურ დაპირისპირებაში, მაგრამ ორივე საქართველოსთვის სხვადასხვანაირად ესმოდათ გასაგებია, ხო? ხო და იქნება აი ამ იმიტომ რომ ხო ყველამ ვიცით, რომ ამ კულტურის ესე იგი დატოვება ნიშნავს იმას, რომ ისე რომ მოვლენ რეპრესიებს განახორციელებენ 100%-ით და სულ ესე იგი რეპრესიებამდე უნდა იარსებოს ქართულმა და სახელმწიფო და საზოგადოება. სადაც უნდა გაჩერდეს ეს მომენტი. და არც ერთი პოლიტიკური სისტემა არც ხანგრძლივად ვერ არსებობს ესეთ რეჟიმში. აი თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ და 90-იანებში ხო არ იყო ეს მდგომარეობა რაც დღეს არა, ხო? 90-იანებში ხო იყო ეს რაღაც შეთანხმების კულტურა, ესე ვთქვათ, ხო? იმის მიუხედავად რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა იყო 90-იანებში კი ობამას დროსაც კი ნარჩუნდებოდა რაღაც ეს ელემენტები, მნიშვნელოვნად ნარჩუნდებოდა ეს ელემენტები. და რა მოვიდა მაგის შემდეგ, როდესაც ეს დაიწყო ერთმანეთის ყველა დაიწყო cancel კულტურაში გამოვიდა, რა დაიწყო? დაიწყო ამერიკული ჰეგემონიის ესე იგი კრიზისი, მნიშვნელოვანი კრიზისი. და ჩვენ ამ რეჟიმში ცხოვრობთ დამოუკიდებლობის შემდეგ დღემდე. როგორ შეიძლება ესეთი საზოგადოება განვითარდეს? ესეთი სახელმწიფო თუ განვითარდება, ამ საზოგადოებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განვითარდება და არა ამ საზოგადოების ესე იგი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ შეუძლებელი ერთმანეთის ჭამაში მყოფი საზოგადოება რაღაცა განვითარდეს. გარე ფაქტორები ანვითარებდა ხშირ შემთხვევაში ამას. და არა შინაგანი, აი ყველაზე ცუდი მომენტი არის ის და ამას ეს ნახე ჯერ კიდევ აი 2012 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ შრომის კოდექსი, ჩვენს კოდექსი აღვადგინეთ არა შინაგანი მოთხოვნების გამო, როდის საზოგადოებას მოსმენ, არამედ იმიტომ რომ ესე იგი ევროკავშირის ესე იგი დავალება იყო. ანუ გამოვიდა ის რომ ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად ბევრი ჩემი მემარცხენე მეგობარი ამას მეუბნება. თქვენ რომ ევროკავშირის ეგრე უპირისპირდებით, რა პროგრესული ელემენტი გრჩებათ? იმიტომ რომ აი შრომის კოდექსი მაგალითად აი ევროკავშირის დამსახურებაა და არა შენი პოლიტიკური ელიტის. მართლები არიან ამაში. და სად არის აი საზოგადოების რომელი ელემენტია, რომელსაც აქვს ეს პროგრესული ელემენტი, რომელიც გამერთიანებელი ელემენტია. ყველა ვიღაცის ჩარეცხვა და ნახეთ ეს ხო არ არის ახალი ჩვენთვის.
ეს ხო ყველა მოლოდინშია რომ მეორე მხარე ჩარეცვა, ეგეთი მოლოდინები აქვს და რაღაც გამაერთიანებელი ელემენტი ხო უნდა არსებობდეს რაღაცებიდან. ის ლიბერალის კი ახლა ერთი მომენტია. ჩემ მეგობრებთან ხშირად ვსაუბრობ. რომ ადრე რაღაცა იმას ეს დაელაპარაკებოდი იდეურად ესე იგი შეიძლება დაელაპარაკებოდი, მაგრამ იდეურად გააკრიტიკებდი ლიბერალს. ეხა იდეების სივრცე თითქოს მოირიყა, საერთოდ აღარ არსებობს რაღაც ესეთი და არსებობს აი ყოველდღიური რაღაც манипуляციური ელემენტი, რაღაც ზედნაშენი და ეს ზედნაშენი რა არის? რაღაც პატრიოტიზმის ფსევდოპატრიოტული ლოზუნგები და რაღაცა რო თქვა რომ მართლმადიდებელი ხარ. ეს არ არის, ეს ჯერჯერობით მართლმადიდებლობას არ არის ეს, იმიტომ რომ არა ეთიკურად, პოლიტიკურად გააზრებული არ აქვს მართლმადიდებლობა რა არის და ასე შემდეგ. აი თუნდაც ეხლა მომივა ქართული ოცნების კრიტიკა. როდესაც დააპირა სახელმწიფო რელიგიად ეცნო, ხო? და საპატრიარქო მოუთხრა უარი. რატომ? იმიტომ რომ არ ქონდა მაგას გააზრებული, რას ნიშნავდა ეს. ლოზუნგის დონეზე და ეს ზედნაშენი ესე იგი დონეზე ქონდა მარტო გააზრებული, ლოზუნგის დონეზე. არ მუშაობს ლოზუნგები. რელიგია, ეთიკურობა არ მუშაობს ლოზუნგების დონეზე. არ მუშაობს. რაც რამდენი ესე იგი ხატიც არ უნდა ჩამოკიდო და რამდენი სანთელიც არ უნდა დაიჭირო ხელში და იპოზიურო ფოტოგრაფიის წინაშე. არ გამოდის ეს რელიგიური მორალის გაძლიერება, არ გამოდის. აი ეს არ მუშაობს. კი გვინდა რომ მუშაობდეს ესე მარტივად, მაგრამ არ მუშაობს ესე მარტივად. და ამას ის რომ ეს მართლა მუშაობდეს, სჭირდება რაღაც ფუნდამენტური რაღაც ცვლილებები. ეს ფუნდამენტური ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად რაღაცებში ისეთი იერარქიული სისტემები უნდა შეიქმნას, სადაც მსახურების ელემენტი იქნება გამაერთიანებელი ერთისთვისაც მეორისთვისაც. მსახურების ელემენტი. აი ნახეთ, იმის მიუხედავად, რომ აი ჯეიმს ბონდის ფილმები, ვისაც ნანახი აქვს, ჯეიმს ბონდს ხშირად აქვს უკიდებს პრემიერ-მინისტრს, ესე იგი, ყურმელს, ხო? და შეიძლება კრიტიკული დამოკიდებულება ქონდეს საკუთარი პრემიერ-მინისტრისადმი, ხო? მაგრამ ის სამეფო სამსახურში არის და ამის მიმართ არ ექნება მას კრიტიკული დამოკიდებულება. ფრანგს არ ექნება ფრანგიერის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, თავრობის მიმართ ექნება კრიტიკული. რა მე ვერ ხედავ ქართველში რა არის ის სიმბოლო, რის მიმართაც არ ექნება კრიტიკული დამოკიდებულება. ყველაფრის მიმართ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება და არაფრის მიმართ არ შეუულია თუნდაც მის პოლიტიკურ ოპონენტთან ერთად თანამშრომლობა. არაფრის მიმართ არ შეუულია. ეს რა თქმა უნდა თვითონ ლიბერალებს ამ შემთხვევაში ნაცებს უწოდებ. მათი პოლიტიკური მემკვიდრეობის შედეგია, მაგრამ იქამდეც ეგრე იყო საბოლოო ჯამში. ანუ ჩვენი თავარი პრობლემა რაც არის, მე რაც გონია, არის ის რომ ეს ინფანტილიზმი იმდენად ძლავრია, იმდენად ეს ჩხუბი და გაბუტუა და ერთმანეთის ესეთი გადაკიდება იმდენად ძლავრია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ამაზე ითამაშა და ამაზე თამაშობს დღემდე. და მე გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავ რომ ეს იგივე წრეზე რა თქმა მე რო ეხლა მაგალითად 60 წლის რო გავხდები იგივე პროცესში აღმოჩნდა რა პროცესში დღეს ავარ ხო რა თქმა ისტორია გაცდეს ამ წრეს მინდა რომ გაირღვეს ეს წრე რაღაცნაირად არ ირღვევა რაღაც ერთ ადგილზე ვდგავარ და ზუსტად ვიცი რომ ამ ეგრეთ წოდებულ რაღაცა პატრიოტულ შემოტევებს აუცილებლად მოყვება შემდეგ ისევ რაღაცა ჩემო ლიბერალიზმი არ ერქოს, მაგრამ რაღაც სხვა ერქოს, მაგრამ შინაარსობრივად იგივე იდეოლოგიის აღმავლობა, სადაც ისევ ქართველი ხალხი რაც უდია, იმაზე იქნება საუბარი და ვიღაცები როგორ უნდა დავსაჯოთ და როგორ ახალი ქართული როგორ უნდა შექმნათ, ამაზე იქნება მე მსჯელობა. და მომიწევს სიბერეში მაგის ხილვა. რა ეგ რატომ? იმიტომ ფუნდამენტი ამ წრეს ახლიდან დაწყებას დღეს ეყნება ამას. ამიტომ მე სიმართლე გითხრა ვერ ხვდები არსებობს თუ არა რომ ეს არ მოხდეს. მე ვერც ერთ ძალისგან ვერ ხედავ, ვერც თავრობისგან, ვერც ოპოზიციისგან ამას. ეს ჩემი გარკვეულწილად გულის წყრომა ესე ვთქვათ რა. იმიტომ კი არა რომ მე ვხედავ რომ სულაც ტაქტიკურად ვხედავ რომ მუშაობს რაღაც. მაგრამ იქნებ მოდი რა რომ მუშაობს არ გამოვიყაროთ ამის მიუხედავად. იქნებ ჯობია რომ არ მოიყენო. იმუშაობს რა თქმა უნდა არაბიზაცია, მოკლევადიანად. რა თქმა უნდა, ნახეთ ჩვენ ჩინეთმა როგორ მიიღო ეს დიდი გარე ინვესტიციები, ტექნოლოგიური გარე ინვესტიციები. ყავდა იაფი მუშახელი.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არც იაფი მუშახელი არ ახვევს. არ უნდათ აქ იაფად მუშაობა. და ვერ გამტყუნებთ. იმიტომ რომ სხვა ცხოვრების დონეს არიან შეჩვეულები, სხვა განათლებურ სისტემაში, სხვა კულტურულ სივრცეში არიან. ვერ გამტყუნებთ. რატომ არ გინდა რაღაც $1 იმუშაო, ხო? პირობითად ამ. ვერ გამტყუნებთ მაგას. არც ისეთი განათლების სისტემა გვაქვს, რომ ისეთი ტვინები ყავდეს აქ ქვეყანაში, ვინც კი ყავდა ტვინები, ყველა გაედინება იქით, პირიქით სისტემა არის. აქ დარჩდნენ და აქ ინვესტიცია შემოვიდეს, რომ უღირდეს, კი, ძვირის გადახდა, მაგრამ ეს ინვესტიციები უღირდეს იმით, რომ მე უფრო მეტ გამოიღებს იმ ტექნოლოგიური ისა. არც ეს არ აქვს. გვაქვს არც ზოგ შემთხვევაში ჰესები არ გვინდა. რა გვინდა ეს განვითარების გეგმა მე მგონი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გარდა ლოზუნგების. და ამ ლოგიკაში მოხდება ის, რომ ბიზნესი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ესეთი ძალა მოუნდება იაფი მუშახელი და გარედან ის ეხლა რო შემოვიდა გლოვო იქნება თუ ვოლტი იქნება, ყველები რომაა დასაქმებული. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ, პირდაპირ ვიტყვი, ამის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ მეორე მხრივ ნორმალურ ქვეყანაში ეს ასატანი იქნებოდა. შენ თუ გვაქვს ისეთი სამუშაო ადგილები შენი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ უწევს დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე მუშაობა. მაგრამ არა გაქვს ეგეთი. არა გაქვს ესეთი. რაღაცნაირად თავრობას მაშინ უნდა მოთხოვო, რომ შენ ეს რო არა გაქვს, ან ეს შევქნათ და დაიდარჩნენ ეს დაბალ ანაზღაურებაზე ესენი. ან მოდი ესენი შეზღუდე და შრომითი ისინი დააწესე რა. რაღაც შეზღუდვები და ნუ რაღაც ისეთი რაღაცები გააკეთე, რაც ეკონომიკურად დაცვლადია და ნუ ელემენტარულად ბიზნეს პასუხისგებლობა აკიდე ბიზნეს პასუხისგებლობა. მაგრამ მაგაზე არა საუბარი, მარტივია იმაზე საუბარი, რომ რაღაცა პაკისტანელია და ინდოელია. ეს მარტივია. მაგრამ ეს არ მოგიგوارებს პრობლემას, ფუნდამენტურად პრობლემას არ მოგიგوارებს. და ძირითადად პრეტენზია ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ კომპანიას. მე არა ვარ ეკონომისტი, მე არ ვიცი რა ზარალი ექნება. რაღაც ზარალი რაღაც კი არა, მნიშვნელოვანი პრობლემები რო შეექნებათ სამშენებლო, ესე იგი ბიზნესში, წვდომაზე, ბინების წვდომაზე და არსებობს იმის ალბათობა, რომ აქ ფინანსიალიზაცია ბინების იყოს, ამას მე ვხედავ. უბრალოდ გონია, რომ ამის რისკი არსებობს. შეიძლება არ არსებობს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არ არსებობს, მაგრამ ის რომ უფრო მეტ ბინას 12%-ს აქ არა არაბი, არამედ ისრაელის მოქალაქე ყიდულობს. ყველაზე მეც. ეს დათვლილიც არ არის და ამაზე არავის არ აქვს. ესე იგი ნახეთ, თავარი საბინაო პრობლემა კი არა ყოფილა, თავარი ყოფილა ეთნიკური პრობლემა და არ არის, პირიქით არის. თავარი არის ის, რომ ის ისრაელის მოქალაქე რო ყიდულობს, აქ რას აკეთებს, რომ ერთ წელიწადში უკვე გაიზარდა ბინების ფასი. სპეკულანტური ისა ბიზნესი იქნება, აქ შენ უძრავ ქონებაში იდება ფული უძრავ ქონებაში და ადრე თუ გვიან ბუშტი იქნება. და სამდე ეს ბუშტი გასხდება, შენი მოქალაქეების დიდი ნაწილს არ აქვს საკუთარი ბინა და ახალ ოჯახებს არ აქვს საკუთარი ბინა. ამაზე საუბარი არ მიდის. ესაა მთავარი პრობლემა. მე ესე მგონია. თქვენ როგორ გონიათ? მე ახლა რომ ხედავდი ხო ვიწერდი რომ თქვენი საუბრიდან გამიჩნდა კითხვები. შეიძლება შენს მიმართ არა ნუკრი, მაგრამ ნუ ზოგადად კითხვები და ვისაუბროთ რა, იმიტომ რომ ყველაზე მტკივნეული თემაა და აქ ძალიან დიდი რეზონანსია. ერთი ამბავია საქართველოში და ემიგრანტებში ეს ძალიან მწვავედ აღიქმება. 60 წელი ახსენე რომ აი აღარ მინდაო 60 სასახშიო, ისე ამას უყურო და თითქმის 60-ის ვარ, რაღა მიკლია, ხო და 35 წელია ჩოჩორივით ისე ხო ხდები, სტაფილო რო კიდია და წყალს რო აკაჩავებს ის მექანიკური ნასოსი რო არის, ტუმბო. ძალიან სამწუხაროა. ეხლა კარგად ახსენე კობახიძე, მე ჩემს რესპონდენტებთან რამდენიმე მათგანმა ეს სწორი მინიშნება გააკეთა კობახიძეზე, რომ
მას აქვს მორალური უპირატესობა, იმდენად კრისტალურიაო და ძალიან მიხარია ეს რო თქვეს, იმიტომ რომ მე 9 წელზე მეტია უკვე აქეთ ვარ და პირველად წყავრო როგორც წესი ჩემი რესპონდენტები არიან, როგორც ახლა შენ საუბრობ. და იცი რა მაინტერესებს, როგორ ფიქრობ შენ? პოლიტიკური სოფხედელობის ესე ტევადობა, ესეთი გლობალური აღქმა. პრემიერ-მინისტრს და ნუ შეიძლება დავშტერთ რომ ვიცე-პრემიერს კონდეს, მაგრამ თავად ახსენე და მეც აბსოლუტურად გეთახმები. პოლიტიკურ ელიტას რომ არა აქვს. ეს ხო პრობლემაა და ამას ხო მოსახლეობა ხედავს. ჯერ ის სკანდალები რაც მოხდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, რაც ახლა მიმდინარეობს, ხო? უამრავ ჩინოვნიკზე საქმე რო არის აღძრული. ესე იგი, სადღაც სისტემა გატყდა, ბზარი გაუჩნდა და მერე უკვე წავიდა. ესე ხდება ხოლმე რა, აზვირთდება. მაგრამ კარგია რომ მართლმა გუნდმა, ნუ მე ვამბობ ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დროზე ჩაერიან, არ ვიცი ხა რამდენად დროზეა 13 წლის თავზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თქვა რომ დროზეა და დაიწყეს გამოსწორება. და კობახიძე როცა მიდის ფედერალურ არხებზე და ინტერვიუს იძლევა, ხო? იქ მეტნაკლებად ყველაფერი ჩანს. ანუ ესე იგი ის აქვს ჩამოყალიბებული ვერტიკალი აქვს, მწყობრი აზრი აქვს და იწყებს და ასრულებს. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში შენ ხვდები რა უნდა პრემიერ-მინისტრს, ან საითკენ მიდის, ან რა პროგრამა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის გარშემო იმიტომ შეიქმნა ამდენი კითხვის ნიშანი, რომ მე ესე მგონია ხა მაგ არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აქ რაც როგორც ჩვენ თვალყურს ვადენებთ, სერიოზული პრობლემა არის ინფორმაციის დეფიციტში. ამიტომ რომ არავის არ განუმარტავს. ეხლა მე არ დაგიმალო პირველად გავიგე, რომ კობახიძემ თქვა, რომ ეს თანხები წავა ჰესებში. მართლა არ ვიცოდი და ასე არის უმეტესობა. მე ისიც არ ვიცი, ხა პირველად გავიგე. ეს ერთი, მეორე, მუშახელი. აქ როგორი განცდა ნახე? ჩვენ აქ ჩამოვედით, მუშაობთ, მე თვითონაც მიმუშავია მშენებლობაზე, ეგრეთ წოდებულად აქ ეძახიან construction 2016 წელი იყო. და ნუ მუშაობდი რა, მე არ მეხერხება აბსოლუტურად არაფერი, მაგრამ ნუ მუშაობდი, იმიტომ რომ თავი გადამერჩინა. შავი მუშა ანუ რა. და აქ ბევრი კვალიფიცირებული ხალხი ვნახე მე 16-ში, 17-შიც მე ეხლა უამრავ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ძალიან კვალიფიცირებული ხალხია. გასაგებია რომ ეხლა თბილისის სამშენებლო კომპანია ანალოგიურ ანაზღაურებას ვერ შესთავაზებს, თუმცა აქაც დაიწია უკვე ფასები, შეიძლება რაღაცა პირობითად ერთ ზღვარზე გავიდეს, მაგრამ მორალური სიმყარე ბევრს ნიშნავს, ბევრმა თქვა, რა წარმოიდგინე, ნეტავი ამის ნახევარს ვიღებდე. ოღონდ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლში ვიყო და ეკლესიაში დავდიოდე და რა ვიცი, მე პირობითად ბავშვს ვასეირნებდე შვილს ან შვილიშვილს რა. და აქ გულისწყენაა რა, რომ 30000 კაცი რო ჩამოყავს, 15000 მაინც ვერ მოაგრო ეს საზღვარგარეთ. კაი 10000, 5000 რო გამოვაწყდა, რომ აი ეს გვჭირდება, ამადამ პროფესიის, ამადამ კვალიფიკაციის და ასე შემდეგ. თან ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს საბუთი. აი დიდი სიამოვნები დაბრუნდებოდნენ. ვინც მით უმეტეს ახლა ბოლო 5 წელი ვინც არის გადმოსული. მეორე პოლიტიკური ელიტა გამოდის რომ არის პრემიერ-მინისტრი და ესე ხო ჩვენ წინ ვერ წავლოთ ხო? რაც არ უნდა ესეთ პოლიტიკურად ანგარიჟირებული ოპოზიცია მოვიდეს, არ აქვს მნიშვნელობა ეხა ვინც იქნება, დებატები შედგება თუ რაღაცა ესეთი მონოსტრიმები ექნებათ, ხო? ისინი ფაქტობრივად ხო თავის საქმეს აკეთებენ, ეხა მერკანტიულად ანგარებით თუ ესე გონიათ სამშობლოს სიყვარული, ხო თავის საქმეს აკეთებენ და აქ რო ეხა მარტო პრემიერ-მინისტრი ყავს შენ ფრონტმენი, საქმის გამკეთებელიც, მოაზროვნეც, მოფიქრალიც და პლუს ჰესებიო, ჩემთვის მართლა ის იყო უცნაური იყო რა და დამიჯერე მარტო ჩვენთვის არა, ესე იგი მე რახან არ ვიცი რომ ჰესებზე იყო საუბარი, ბევრმა არ იცის, აქ იმიტომ რომ მე კიდე მეტნაკლებად რაღაც მედიით ვარ დაკავებული. ხო და რას ფიქრობ ნუკრი ამაზე, იმიტომ რომ აი მე რაც ჩამოთვალე რა ეს სამი საკითხი ძირითადად და ბინებშენებლობაზე და დაცულობაზე მე მინდა შეგეკითხო კიდე, იმიტომ რომ ეს
იმ ორ ბანკთან არის მიბმული, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს არ ეკუთვნის, მაგრამ ეგ დესერტად მოვიტოვოთ. მათ თუ ის რო პოლიტიკური ელიტა მოდი ესე ვთქვათ საკუთარ თავს განიხილავს საკუთარ ბიზნეს ინტერესების დამცველად პარლამენტს გულისხმობ. მან რაღაც ის ჰქონდა საარჩევნო სისტემაში რაღაც თვითონ პროცესში არ მიღია მონაწილეობა და მაგრამ აი რაღაცა პიარი რაღაცა ესეთი მომენტი რო იყო, ბად ჰქონდა მონაწილეობა და რაც გავიგე ახლა სისტემა როგორ მუშაობს არის ის რომ რეგიონში ვიღაცა არის რომელიც შეიძლება შევარდნეს დროიდან ხმები მოქონდეს. ეს მაჟორიტარებზე იყო საუბარი როგორც ეს. არა მარტო. და ერთი და იგივე ხალხს ქირავენ, ვინც იქირავებს ამას, ვითომ რომ მეტი შეთავაზებს ნაციონალურ მოძრაობა ოცნება თუ რაღაცა, იმას მიაქვს იმასთან ხმა. და ეგ ნიშნავს იმას, რა დემოკრატიაზეა საუბარი და რა პოლიტიკური ელიტების შეფორმირებაზეა საუბარი, ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ საბოლოო ჯამში და ეს უნდა ვაღიაროთ რა. ჩვენი პოლიტიკური ელიტის ფორმირებაში ანუ სოციალური ლიფტრა ნეგატიური ასპექტები მუშაობს აქ. და ამიტომ ამ ნეგატიური ასპექტებში დღეს უკვე შენ უნარიანი მართლა პოლიტიკოსი რო გამოგიშდეს ნაკლები შანსია. ანუ ამ პოლიტიკურ სისტემაში რო შენ უნარიანი პოლიტიკოსები აღზარდო შექმნა მე ვფიქრობ ძალიან დაბალი შანსია ამის. მეორე მხარე არის ის რომ თვითონ ის ვინც უნდა ყოფილიყო რაღაცნაირად იდეის ადამიანები ფინანსურად და სხვა მიზეზების გამო თავის დროზე NGO სივრცემ იმდენად შეესრულა მათ უკვე თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, თავისი როლიდან გამომდინარე, თავისი უკვე მთელი სისტემიდან გამომდინარე რომც მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში ან რაღაც მე არ მგონია რომ იმებმა პოზიტიური როლი რაღაცნაირად შეასრულონ. პირიქით ესენი უფრო ნეგატიურ როლს შეასრულებენ ეგეთი იდეური ხალხი ვიდრე ისეთი არაიდეური ხალხი. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. პირიქით ესენი იქნებიან უფრო რეპრესორი ტიპები ვიდრე ესეთი ადამიანები სადაც ცხოვრება შეიძლება. ამიტომ პოლიტიკური ელიტების ფორმირება საქართველოში არის ყველაზე რთული და ყველაზე ცუდი მეორე მხრივ რამ იმიტომ რომ რაღაცებზე არის ჩამოკიდებული ეს პოლიტიკური სისტემა და ეს ფაქტია. იმის მიუხედავად რომ დღეს კარგად ფუნქციონირებს იმ გაგებით რომ ძალაუფლების ლოგიკის გაგებით კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ არსებობს ორი მომენტი, ხო? არსებობს ერთი ძალაუფლების ლოგიკა, ანუ შენარჩუნება და მეორე არის განვითარების ლოგიკა, ხო? აი განვითარების ლოგიკაში გადასვლა ჩემი აზრით, ანუ აიძულებს იმას, რომ თუ ეხლა ჩვენ ვიჭერთ აი ამ ლიბერალურ და ვანადგუროთ ამ ლიბერალურ ნაცურ ფრთას, მაშინ ხდება ის, რომ უნდა ვიყოთ ინიციატორები რაღაცეების, ხო? და ინიციატორობას კიდე სხვა სახის პოლიტიკური ადამიანების მოძიება სჭირდება. ამას კვლავ ამბობ არა დარწმუნებით, არამედ იმედით უფრო ამბობ, ვიდრე ის რომ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ესე მოხდება. რა თქმა უნდა, ნეგატიურია და ამ ნეგატიურს რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს, ოღონდ თუ გარე მე ზოგადად ეგრეა, ძალაუფლება არის ის, რაც ახდენს ყველაფრის ესე იგი შეჩერებას. ანუ ძალაუფლებას ურჩევნია, რომ რაღაც მდგომარეობაში შეჩერდეს. ეს არის ძალაუფლების ლოგიკა. ყველანაირი ძალაუფლების ლოგიკა ეგეთია. მაგრამ თუ გარედან რაღაცა ზეწოლები იქნება და რაღაცა გამოწვევები იქნება, ისინი იძულებულები იქნებიან, რომ აი ამ არსებულ მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადავიდნენ. ამიტომ მგონია, რომ გარკვეულწილად ეხლა რითიც ხეირობთ, ის არის, რომ ერთი არის განვითარების ლოგიკა რა არის, რომ მომავალი არსებობს, ხო? ჩვენთან არ არსებობს მომავალი. მაგრამ არც სხვაგან არ არსებობს ეგ მომავალი.
დასავლეთში არსებობს ეს მომავლის ხედვა? არ არსებობს ეს მომავლის ხედვა. სად არის ეს მომავლის ხედვა? აბა მითხრა მე მაგალითად გუშინ მქონდა ერთი საინტერესო ინტერვიუ. მაიამელი ყოფილი საბჭოელი, პლუს მინუს ჩემი ასაკის არის. ყოფილი პოლიციელი, მოკლედ ძალოვანებში ნამუშევარი, ახლა კერძო დეტექტივია. და იმასთან მქონდა საინტერესო ინტერვიუ აი მოვლენებზე, რაც ნიუ-იორკში მოხდა და მარტო მერის მოვლენა კი არა, ამას რა მოყვებოდა და იმან მითხრა ერთი ესეთი რამ. მე ვერ წარმომედგინდა თუ ამას ამერიკის რომელიმე შტატიდან ამას გავიგებდი. და რახან ჩემთან დევს ვიდეო, ნუ რა, სტივ დუდნიკია ესეთი, პლუს კიდე ბლოგერია. და სტივმა მითხრა ესეთი რამ, რომ აი იქითკენ მიდისო საქმე ნიკოლოზო რა, რომ აი ისეთ თან ისეთ შეიგინა რა. რომ ბოლო-ბოლო კედელს ვავაშენებთო და ვინც აღჭკუაზე ვართო, ვისაც ოჯახური ებრაელი ეროვნებით. ვისაც ეროვნული ღირსება გვაქვს, ვისაც გვინდა რომ ბავშვმა უმაღლესი იაროს სკოლა, ასე შემდეგ და ოჯახი ოჯახზე იდგეს, ყველამ თავის ეკლესიაში წავიდეს ილოცოსო და ესე შემდეგ, ხო, ბოლო-ბოლო ჩვენ მოგვიწევსო რა, რომ კონფედერაციული, ესე თქვა, ჩასწორება შემოვიღოთ ამ ამერიკის კონსტიტუციის, არ ვიცი, რამდენი შესაძლებელი, მე ვამბობ ბოლოდ ადამიანის აზრს. და ბოლო-ბოლო გავიყოფითო რა და ჩვენ ღირსებას და რაღაცა ადამიანობასო შევინარჩუნოთ. მე თუ ამას მოვისმენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლა არ მეგონა რა. ნიუ-იორკში მსგავსი არაფერი არ არის, კიდე ერთი მაგალითია ის რაც მოხდა. და იდეა ყოველთვის არსებობს. თუნდაც ისეთ როგორ დავარქვა. ეს არა იდეა, ეს არის ჩაკეტვა. ჩაკეტვა, ხო, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო. ვავე მეშენია და უნდა ჩავიკეტოთ რაღაცნაირად. თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო და საქართველოში, ნუკრი, მე არ ვიცი, თვითგადარჩენის ინსტინქტი არ უნდა კონდეს არც პოლიტიკურ ელიტა. კაი, ერში რო არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და ეხეთქებიან კედლიდან კედელზე და არიციან რა ქნა და ეს მასას ესე ჭირს საზოგადოება არის, მაინც ვიღაცას ეძებს, რომ ვინ გაგვიძღვება, ან ვინ გამოჩდება, ვის აზრს დაუჯერებთ. მე ჩდებიან მარგინალური პირები და ნუ აი ამაზე იმეშვებიან, წვეთ მუშაობენ ხა. ეს იცი შემით უმეტეს როგორც ხდება. და ამას ვამბობ რა, რომ იდეა ჩდება ხოლმე გამოუვალე სიტუაციიდან, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან. არის ანუ ტრამპი რატომ არის განწირული? იმიტომ რომ ამერიკა ყოველთვის აკეთებდა რაღაცა მომავლის იმაზე, იდეაზე. აი იყო ეგეთი რომის იმპერატორი ჯულიანე განდგომილი, ხო, რომელსაც კვლავ წარმართობას დაუბრუნდა და ძველ წესებს ვერ დაებრუნებია მიწველი. ამერიკა ვერ დაუბრუნდება თავის საწყისებს. შეუძლებელია დაბრუნების მომენტი არის ისტორიაში პრაქტიკულად შეუძლებელი რაღაცა, იმიტომ რომ სამყარო იმდენად რადიკალურად შეიცვალა იქიდან, საერთოდ ისინი მათ უნდათ რომ დაბრუნდნენ, რომ არ დაგაბრუნებს სამყარო. არო სოროს საკითხი, ეს არა მომავლის იდეა. ეს არის ვაიმე, მოდი სოროში ჩავძრები და თავს რომ ამოვყოფ, მე შეიძლება ყველაფერი შეცვლილი დამხვდეს და მე შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს. აბა საიდან უნდა დაიბადოს იდეა, მით უმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში 3.700.000-ში. საიდანაც, ნუ ხა 3.700.000 გოს ვერ მოწყობ. ჩვენ ხო გვჭირდება რაღაცა ახალი ეროვნული იდეა. რა თქმა უნდა. ახალ ეროვნულ იდეას მე იმას კი არა, მოდი წარსულს ხაზი გადავუსვათ. არა, მე პირიქით მინდა რომ ის წარსულის დაშენება მოვახდინოთ, თოთ ყველაზე კაი გაგებით რა. არამედ აი ნახეთ რა, ანალიზი გავაკეთოთ და კარგი გამოვიყენოთ. ისე აი ობიექტურად რა ვიყოთ, აი ვიღაცა ლიბერალიც რო იყოს, ისაც რო იყოს. აი როგორი ურთიერთობების ჩვენ გვაქვს? აი როგორი ურთიერთობები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. სხვა მიზეზების გამო. ესეთი ურთიერთობები ზოგადად ანუ ესეთი მოგწონს თუ არა და შეგვიძლია თუ არა ამ ურთიერთობების შეცვლა და რა იქნება ის რომ აი ესეთი ეგ ურთიერთობების შეცვალოთ რა იქნება აი ამისთვის საჭირო. მე მგონი რომ პატარა ერების ძირითადად გადარჩენის მომენტი არის ის რომ მათ მაღალი კონსოლიდაციის უნარი აქვს. თუ ეს მაღალი კონსოლიდაციის უნარი ებრაელებს ეტყობათ რომ აქვთ ეს მაღალი კონსოლიდაციის უნარი. კონსოლიდაცია ისრაელის ტერიტორიაზე არიან ცოტა თორე ებრაელობა ახლა იცი გასაგები, მაგრამ ამიტომ ჩვენ უფრო მეტი კონსოლიდაცია მოგვეთხოვება ვიდრე ებრაელს.
ჩვენ ებრაელებისგან განსხვავებით ესე ვთქვათ პატრონი არ ახლავს. პატრონი არ ახლავს ობიექტურად. და იმის ნაცვლად რომ ერთმანეთს ჩაძირვით ვიყოთ დაკავებულები, აი რა ვიცი, ხანგრძლივი ისტორია ავიღოთ, ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვიღაცა ამბობს, ჩემ როდესაც სწავლობდი, ეგრე გვეუბნებოდნენ, რომ გარკვეულწილად მაგან გადაარჩინა საქართველოს, რომ აი ზოგიერთი ელიტის ნაწილი სპარსეთში მიდიოდა, ზოგიერთი ოსმალეთში მიდიოდა. მაგრამ აი ხანგრძლივი სტრატეგიით რო ავიღოთ. ერეკლეს მეორეს, აი მე-15 საუკუნიდან ერეკლეს მეორემდე მივედით. ერეკლეს მეორის დროს ჩვენ მქონდა ეგზისტენციალური არსებობისთვის ბრძოლა. ანუ გადარჩენა არ გადარჩენაზე იყო ჩვენი საკითხი. რანაირად მივიდა ის პოლიტიკა, რანაირად იყო ის პოლიტიკა რაღაცნაირად გამართლებული, ეგრე ყველაფერს მოუძებნი გამართლებას, რომ ამ მომენტში ესე იგი ჯობია, მაგრამ იმდენი ეს მომენტი იქნება, რომ ხანგრძლივი სტრატეგიის აშენება ამაზე ვერ ხდება. და ჩვენი პრობლემა ის არის, რომ დღემდე მან დუაზროვნოთ, რა დღეს მჭირდება ისა ეთნონაციონალიზმი ხმებს მომიტას 2% ავწევ მაგით, მაშინ გამოვიყენებ, რატომ არ უნდა გამოვიყენო. მე რა რომ ამას მე კიდე სხვა რაღაცა მოყვება. მე რა ის აგერ რა ქვია აფხაზეთის საკითხი ტკივილია. მოდი გამოვიყენებ, ეხლა აფხაზეთი რევანშისტულ რაღაცებს დავწუ, მაგრამ შეუვარდები ტურისტებს და მე რა რომ იქ რაღაც ეკონომიკური ზრდა ვიღაცას მოაკლდება და რაღაცა. ეგ მე რა პოლიტიკურ ხოლმე ხო ჩავიძე. ანუ იმის თქმა მინდა რომ არსებობს რა თქმა უნდა ესეთი მომენტები ყოველდღიურობაში, რომელიც შეიძლება გამოგადგეს. იმ მომენტში, მაგრამ ხანგრძლივ მომენტში ხო არ გამოგადგება ეს. ხანგრძლივ მომენტში ხო განუვითარებელი დარჩები და დარჩები მუდმივად ამ რეჟიმში. ხო და მომავლის პროექტი რა არის, რომ შენ ამბობ რაღაცეებზე უარს, ამ რაღაცეებზე უარს, რაღაცის გამო, ხანგრძლივ მოგების გამო. თქვენ ახსენეთ ეხლა ის რომ ადამიანები არიან რომლებიც შრომობენ იქ და ურჩევნიათ რომ ნახევარი კონდეთ ოღონდ საქართველოში იყოს ხო ანუ დამიჯერეთ ეს ასეა ესე იგი რა გამოდის რომ სოციალური ბაზის შექმნა არის ხო საჭირო რა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტია ჩვენთან უთანასწორო ყველა რეგიონში ყველაზე უთანასწორო საზოგადოება ვართ ეს ყველანაირი კვლევით ჩანს არ ბახარებს ეს ეკონომიკური ზრდა იმიტომ რომ ნიშნავს რომ ყველასთან არ მიდის ისევ იმებთან მიდის ეგ ეკონომიკური ზრდა ვიც უკვე მდიდარი რატომ უნდა გამიხარდეს ეს ან რა არის მაგაში გასახარი ნუკრი მაპატია შეგაწყვეტინებ დავაპაუზოთ იმიტომ რომ გარეხმა შემოვიდა და ვიცი ჩაახშობს და დავაპაუზო და აი ახლა ვერ წამში კარგი იმიტომ რომ უბრალოდ ხელში გუშლის და ისინად კაი საუბარია რომ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს ერთი წამი ხო გძელდება ჩაწერა ბოდერს გიხდით პატივცემულო მაყურებლებო ნუკრი ბოდერს გიხდი გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორია მოკლედ ქუჩაში ხევ დაეცა და გააქვთ გისმენ ნუკრი ხო აი ახალი პოლიტიკური იდეა საბოლოო ჯამში არის მოითხოვს რაღაც მაღალ სოციალურ სოლიდარობას და მაღალ სოციალურ სოლიდარობა არ გამოდის სოციალური სახელმწიფოს გარეშე ანუ სოლიდარობა რას ნიშნავს რომ მარტო ერთი ადამიანი რომ დიდრდება მაგით კმაყოფილი არ უნდა ვიყოთ ის რომ რაღაცა ფული შემოდის ჩვენთან ინვესტიციის სახით თუ სხვადასხვა სახით უნდა აისახოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე და პროგრამულად და რა თავარია აი ჩვენ ერთ-ერთი ესეთი მომენტი არის ის რომ ნუ რაღაცნაირად ეთიკის შესწავლა არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს ეს მაგას დიდი ავტორიტეტი ჭირდება მაგას რა ვიცი მე სიმართლე გითხრა ვერ ხედავ ამას როგორც რაღაც პოლიტიკურ პროექტს იმიტომ რომ მე სულიერ მომენტში ხედავ გამოსავალს და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი პატრიარქის შემდეგ ვინმე მოვა ისეთი ვისაც ისეთივე ავტორიტეტი ექნება როგორც ილია მეორეს აი რომც მოვიდეს ესეთი ნუ ნიშნულოვანი ავტორიტეტი პოლიტიკურ პოლიტიკას ეკლესია ვერ დაწერს პოლიტიკას ეკლესია ვერ შეიმუშავებს მათ შეუძლებს მხოლოდ რაღაც ესე იგი გარკვეულწილად მოწოდებების და გარკვეულწილად ესეთი პოზიციები კარგი რაღაც ინიციატივები წამოიწყოს და მხარი დაუჭიროს მაგრამ სხვა დანარჩენს ჭირდება საზოგადოების მობილიზაცია და საზოგადოებისგან
გარკვეულწილად რაღაცნაირი გაფილტვის ახალი სისტემაა საჭირო. მე ეგრე მგონია, გაფილტვის ახალი სისტემაა საჭირო და ეს გაფილტვის სისტემა რო დღეს მოშლილია ყველანაირ დონეზე. აგერ ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც არ იყო პოლიტიკოსი, როგორი ამბავი ატყდა, ხო და არ ვიცი, აი სიმართლე გითხრათ, ან რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი, რომელიც გარდაქმნის ტრაგედიას სამწუხაროდ, მაგრამ ამდენი ტრაგედია გვაქვს ჩვენ უახლოს ისტორიაში. აი ამაზე მეტი ტრაგედია როგორ შეიძლება. ის არ გახსოვს ხალხი რომ პარლამენტის ეთერში ვარ ერთ-ერთში ხო და ის ხო კარგად გვახსოვს რამდენი შემთხვევა იყო ახლა ვერ დავთვლი მაგრამ პარლამენტის წინ რო ადამიანმა პიროვნებამ თავისა ბენზინი გადაისხა თავი დაიწვა მე კიდე თავგანწირვის მომენტი იყო რაღაცა თითქოს უნდა მოხდარიყო რაღაც ერთგვარი კათარზისი უნდა დამდგარიყო რაღაც გამოფხიზლება მაგრამ ეს იყო 24 საათიანი 2-3 დღე და მე ისე პოლარიზება ხდებოდა ამიტომ მარტო რაღაც მორალიზმით ვერაფერი ვერ შეიძლება. შეიძლება აი ძალიან მარტივი საინფორმაციო პოლიტიკით. ჩვენი ეხლა რა თქმა უნდა ლიბერალი ამას აღიქოს როგორც თითქოს თავისუფლების შეზღუდვა. მაგრამ მოდი თქვათ რა რომ გერმანია რაღაც ეტაპამდე ფილტრავდა ამას. დღეს ზედმეტები მოსდის. მაგრამ რაღაცნაირად გაფილტრა უნდა მოხდეს. არ შეიძლება რომ მარტო სკანდალზე ორიენტირებული იყო. არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ ნახეთ, სკანდალი ტრაგედიას შოუთ იყენებს ყოველთვის რა. ის დღეს არის აქტუალური, ხვალე ყველას ავიწყდება და ახალი ტრაგედია ხდება საჭირო. შოუ იქნება თითქოს რაღაც ეგეთი მომენტი. ანუ მეხსიერების პოლიტიკა რატომაა საჭირო? რაღაცა რომ მოხდა, იმაზე მარტო ერთი კვირა კი არ ილაპარაკონ და მე დაავიწყდეთ. არამედ გახსენებები იყოს 2 თვეში, 3 თვეში, 4 თვეში, ამ საკითხზე ირგვლივ შეელობა რაღაცა. აი პროცესების შექმნა, საზოგადოება რა არის? ეს პროცესები, ხო? ეს პროცესები არის ძალიან ცარიელი და ძალიან ვულგარული. ქართული საზოგადოება ცხოვრობს ძალიან დიდ ვულგარიზმში. ჩვენ კი ვამაყობთ 3000 წლოვანი ისტორიით და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არა ტექნოლოგიებმა, სოციალურმა ტექნოლოგიებმა და ზოგადად ინჟინერიამ, ადამიანის საზოგადოებრივმა ინჟინერიამ გაგვტეხა. არა მარტო ჩვენი საზოგადოება შეიძლება ვიღაცამ თავი დაემშვიდოს და თქვას რომ სხვა საზოგადოებასაც იგივე ჭირთ. სხვა საზოგადოებას უბრალოდ. მაგრამ ეს საერთოდ არ გვამართლებს, იმიტომ რომ ჩვენ ის ქონდა რომ პატარა საზოგადოება ვართ და უფრო მეტად ვიცნობთ ერთმანეთს და უფრო შეგვეძლო ის ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ვიდრე ის რომ რაღაცა ტელევიზიამ გითხრა როგორ ურთიერთობა უნდა ქონდეს და ერთმანეთთან. სხვადასხვა ესეთი ურთიერთობების დაშლის პროცესი 90-იან წლებიდან დღემდე გრძელდება. თავდაპირველად ალბათ გახსოვთ ეგობრო თქვენ თაობასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ოჯახები იყოფოდა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეხლა ოჯახები აღარ იყოფა ესე, მაგრამ ეხლა მეგობარს აღარ ცნობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მე მახსოვს, აი ბოდერს გიხდით რა კიდევ ერთხელ მეგობრებო, გარეხმები შემოდის და ეს პლატფორმა ბევრს ვერ ფილტრავს რა და ამიტომ მე მახსოვს ზუსტად გამსახურდიას დროს, როცა ოჯახის წევრები მართლა იყვნენ გაყოფილი. მართლა ესე მინახავს ეს. იმ დონემდე რომ რაღაცა წლობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. აი რაღაცნაირად თითქოს ისეთ პოზიციიდან გამოდივარ რომ რაღაცა მე ვაანალიზებ რომ არა ვარ ის ავტორიტეტი რომ რაღაცა ჩემი მოწოდებაზე ეს ქცევა შეიცვალოს. ამას ვაანალიზებ. უბრალოდ მე რას ვხედავ რომ ვიწრო დონეზე მაგის რაღაც განხორციელება შეიძლება. მაგის გაფილტრვა ჩემი აზრით შეიძლება. აი მარტივად რო თქვა იმის მიუხედავად რომ შეიძლება ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი იყოს და ბევრ აბაში მიჭერდეს მხარს რო იწუს რომ აი რაღაც მოწინააღმდეგე ბანაკიდან ვიღაცა ადამიანის სიკვდილს რო გაუხარდება ამაზე უნდა მიცე რა შენიშვნა რა
ამაზე უნდა ნუ მიცე შენიშვნა. რა თქმა უნდა. არ უნდა დაულაიქო, არ უნდა მოუწონო ეს აქციელი, უნდა მიცე შენიშვნა რა. აი მე არ ვამბობ ხა დიდ დონეზე, აი ვიწრო შენი ნაცნობია, ხო? იმას უნდა მიცე შენიშვნა. არ უნდა და უთხრა რომ წაშალე დროზე და ხმა აი რაღაც უნდა იყოს ისეთი რომ თვითონაც გძნობდნენ რომ ეგეთი ქცევა არ მოსულა. რაღაც ქცევები არ მოსულა. ჯერ ელემენტარული რაღაც ანუ უკიდურესი ზიზღიდან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ. ეს მომენტები უნდა გქონდეს და მე უკვე რაღაცებზე დავაშენოთ ეს. დობა ხო არ არის. ეხლა ვიღაცა ერთ-ერთმა NGO-შნიკმა გოგო მომთას არანაირი პიროვნული ის არ მაქვს. ეს პრობლემა, ნუ რაღაც გააზიარა ის რომ როგორ ჩამრეცხავს და ასე შემდეგ. ნუ ჯერ ჩემი ჩარეცხვა რას ნიშნავს? მე რო პოლიტიკოსი იყო კიდე ხო გასაგებია რას ნიშნავს ჩემი ჩარეცხვა, მაგრამ რას ნიშნავს ჩემი ჩარეცხვა? კაი, ტელევიზიიდან გამაგდონ მაქსიმუმ, ხო? ნუ ინტერნეტში ვიქნები და ინტერნეტიდან გავაგრძელებ იმას. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ანუ ობიექტურად ჩემი აზრები, ჩემი რაღაც შეხედულებები მის პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ მოქმედებს, ობიექტურად რო აიღო. მე პოლიტიკოსი რო იყო, კიდე სხვა პასუხისმგებლობა მექნებოდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მინდა რომ ვაჩვენო, რომ მაქვს იმის უნარი, რომ თანამშრომლობის უნარი მაქვს. როდესაც არ მოდის საპირისპიროდ ეს, რა თქმა უნდა, ტრობა ბუნებრივი ჩდება. ამიტომ აი ეს მორალური ავტორიტეტი რა ვინ არის? მორალური ავტორიტეტი არის ის, ვინც დგება ამ პროცესში შუაში და ეუბნება ორივე მხარეს, ერთნაირად ტუქსავს. აი ეს ერთნაირად დატუქსვა ქართულ საზოგადოებას სჭირდება. მათ შორის ჩემ თავზეც ვამბობ. ხო, კიდე იმიტომ ვთქვი, რომ ხა სულ ეკლესიის ქართული ეკლესიის მესაყდრე თუ იქნება ამის აი ეს ორივე მხარეს დატოქსა თუმცა იმაშიც გეთახმები რომ ბოლო 20 წელიწადში ისეთი თაობა წამოვიდა რომ მაგალითად არა მარტო აქრისტიანული მე მგონი სულიერებასთან საერთო კავშირი არ აქვს იმაზე რა გავლენას მოახდეს მართლა არ ვიცი ეგეც არის გეთახმები ნუ ვერ ვიცი ამიტომ საჯარო პირი შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს თუმცა თაობებს აიცით როგორია ეს არის აბსოლუტურად პოლიტექნოლოგიური ხრიკი თაობების საკითხი თაობების საკითხი არის ყველანაირი რევოლუციის პოლიტექნოლოგია და ან ბუნებრივად თაობებს შორის არსებობს გარკვეულწილად ესეთი ფარული ანტაგონიზმი რომ წინა თაობა ამბობს რომ ჩემ დროს სხვანაირად იყო ეხლა როგორი თაობა მოვიდა ეს რაღაცა ბუნებრივი ციკლის ნაწილია, მაგრამ ამას როგორც შენ პოლიტექნოლოგიურად იყენებ, გამოდის რა რომ აი საბჭო კავშირის დროს დაბადებულები ყველანი უნდა წავიდნენ, რომ განთავისუფლდეთ და ჩვენ ანუ რას ამბობ, რომ შენი ყველა შენი პრობლემა კი არ არის, შენი თავიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ გამომდინარეობს შენი წინა თაობისგან და შემდეგ ნუ მარტივად ჩართვა აი ამ რაღაცა რევოლუციურ საქმიანობაში. აბა გაიხსენეთ თქვენ ეროვნული მოძრაობის დროს როგორი დამოკიდებულება იყო იმ წინა თაობების მიმართ, ხო? გარკვეულწილად იყო ის, რომ აი ისინი არ ებრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, მე ეგეთი რაღაცები ყოველ შემთხვევაში ინტერვიუებში მსმენია და მაგიტომ ამბობ. ანუ ეიჯიზმის ელემენტი პოლიტექნოლოგიური შინაარსი აქვს სინამდვილეში. და მე კარგად მესმის, რომ ამაზე როდი ვიღაცა რო იწყებს საუბრს, ესე იგი ის ადამიანი დაინტერესებული ამ კონფლიქტით. მაგრამ სინამდვილეში რო ავიღოთ ურთიერთობის ყოველდღიურ ფორმები რო ავიღოთ სინამდვილეში სწორედაც რომ ეს კონფლიქტი არ არის რეალური. ანუ რეალური ასკულისობ არც ერთ შვილიშვილს არ უნდა ბაბუამისის ჩარეცხვა და სიკვდილი. არც ერთ შვილიშვილს. თუ შეიძლება რაღაც გამონაკლისები არსებობს, მაგრამ მასებში არც ერთ შვილიშვილს არ პირიქით. თუ ვინმე არის საყვარელი და ვინმესთან თუ აქვს საერთო ენა უფრო მეტად არა მამების თაობასთან, არამედ ბაბუების თაობასთან აუდგეს საერთო ენა. და აქედან გამომდინარე, ანუ რეალური ცხოვრება შენ გეუბნება ერთ და პოლიტექნოლოგიის მეშვეობით შენ ამას აკეთებ. იმიტომ რომ მარტივია ეს რა. მე მესმის რომ არსებობს მთელი რიგი პოლიტექნოლოგიური სქემები და ეგ გავიცანი სპეციალურად გავიცანი ამას და სპეციალურად ძირითადად რასაც ვაკეთებდით მაგ პოსტივიზე იყო ის რომ ამ გამოწვევებისთვის გვეპასუხა, აკერმანისთვის გვეპასუხა და ნუ მე ჩემინებით რა თქმა უნდა, მაგრამ წავიკითხეს აკერმანის
ესე იგი რჩევები და არა მარტო აკერმანს, აკერმანამდეც იყო კიდევ რამოდენიმე ესეთი, რომელიც ურჩევს როგორ უნდა მოიქცნენ. ანუ ისაც რომ ეს ქალური ელემენტი, რასაც მე ვამბობ, ეს ელემენტი არის ის, რომ პროცესების მართვა მე ეგ რევოლუციური ძალებს უფრო მარტივად შეუულიათ. ამის დათრგუნვა რაღაც მომენტში აუცილებელია. იმიტომ კი არა, რომ ქალების დათრგუნვა აუცილებელი. არამედ იმიტომ, რომ ისტორიის დათრგუნვა აუცილებელი. იმიტომ, რომ ისტორია არ იძლევა კომპრომისების საშუალებას. ისტორია ვერ და ქმნის თან ისეთ გარემოს, ტოქსიკურ გარემოს, სადაც იმას ვისაც უნდა თანამშრომლობა იმას რაღაც ეტაპის შემდეგ აღარ უნდა და პირიქით, ჯანდაბას ოღონდ დამთავრდეს ეგ და ყველაფერზე წამსვლელია. ეგ მოხდა სხვადასხვა ზუსტად გამსახურდია შემთხვევაში. ის ადამიანები, რომლებიც ჩათრეული იყვნენ, რა თქმა უნდა, იქ რუსული ფაქტორი იყო, იქ სახელმწიფო გადატრიალების ფაქტორი იყო, მაგრამ რატომაც მიემხრენ ვიღაცებს ესე ბრმად. იყო რაღაცა ამ ფაქტორმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, მინდა გითხრა. ამიტომ ჩვენ საზოგადოება მაგრა დაშალეს. აი მე რასაც ვაკვირდები, ეს ყველაფერი არის პოლიტექნოლოგიების შედეგი. კი, ზუსტად. აი რასაც ვაკვირდები, ეს აი ისეთი მოდელებია, რომლებიც მუშაობს, რა ჩვენ ფსიქიკაში მუშაობს. ეხლა მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ორჯერ მეტი ენერგიის დახარჯვა გიწევს, ორჯერ მეტი რესურსის დახარჯვა გიწევს. შექმნაში ვიდრე დაშლაში, ეს უნებრივი მომენტია, რა. მაგრამ ჩვენთან არ მედის საუბარი, მაგალითად კოგნიტურ ომებზე, საერთოდ დისკუსიის, ანუ ყველაზე დიდი მსხვერპლი კოგნიტური ომის არის ქართული საზოგადოება. და საერთოდ არ მედის საჯარო სივრცეში კოგნიტურ ომებზე საუბარი. საერთოდ არავინ არ იცის რა არის ეს კოგნიტური ომები. ადამიანის ქცევის მართვა არის და როგორ უნდა გამოიყენო ის და როგორ უნდა პანიკა როგორ უნდა დათესო და როგორ უნდა ანუ საერთოდ რეალურ საკითხებზე არ მედის საუბარი ამის და ის ამწამიერი ესე იგი სკანდალები მუდმივად იქნება არ თავდება ეს ამწამიერი სკანდალები ადამიანის ფსიქიკა იფიტება ამით რა და საბოლოო ჯამში ის თავდაცვითი ფსიქიკური ფარი ემსხვრევა და ამიტომ მე პრინციპულად არ ვიღებ იმ ენას ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ. კი, არსებობს გარკვეულწილად ანტაგონიზმი თაობებს შორის, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა რეალობაა, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში ეს ხდება მართვის და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ წარმოებულ რაღაც კოგნიტურ ომების ნაწილია, მეტი არაფერი. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვართ. როგორც შენახსენე, თავად საპატრიარქომ განაცხადა, რომ ანუ დისტანცირება კი არა, ესე თქვა, პოლიტიკურად გვერდზე გადგნენ, რომ არ ყოფილიყვნენ ჩართული აი ამ პროცესებში, მაგრამ მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა გავმეორდებ მაბატიეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მომდევნო, როცა ამის დრო და ჟამი დადგება და სამოქალაქო საზოგადოებაში კიდე ალბათ, ესე ვთქვათ, ევოლუციური მომენტი ითამაშებს ალბათ რა, რომ აი ესე გადარჩევით ნაღები მოიხსნება მე შემდეგ კიდევ და ალბათ გამოჩნდება ამ პიროვნებათა ჯგუფი, რომელიც დაუშვათ გააკეთებს ჩამოაყალიბებს იმ საზოგადოებას, სადაც სულ ცოტა არ იქნება მტრობა და დაუშვათ ურთიერთზიზღი. თუ ეს შესაძლებელი იქნება, არ ვიცი. არა, მე არ მგონია ეს ხა იდეალისტური რაღაც ვარიანტია. სამოქალაქო საზოგადოება არის, ეს ჯერ კიდე არისტოტელეს დროიდან იყო ცნობილი, ეს არის მუდმივ სამოქალაქო ომში არსებული საზოგადოება. მოდექ ცივი ფორმები შეიძლება არსებობდეს, შეიძლება ცხელი ფორმები არსებობდეს. ზოგადად საქმე ისე რომ პოლიტიკურმა სისტემამ უნდა მუდმივად აწარმოოს გამაერთიანებელი სიმბოლოები. ეს სიმბოლო შეიძლება იყოს რაღაც კულტურის წარმომადგენელი, ვიღაცა შეიძლება იყოს სამხედრო, შეიძლება იყოს სასულიერო პირი, შეიძლება ანუ რაც უფრო მეტი გამაერთიანებელი პიროვნება ეყოლება საზოგადოებას,
ეს ცივი სამოქალაქო ომის პროცესი იქნება უფრო ცივ დაბალ ტემპერატურაზე მოკლედ. დაპირისპირება, ხო? დაპირისპირება. თუ კი შენ ესენი გააქრე და იქ ყოველთვის ეს ხდება, ავტორიტეტზე შეტევა მაგიტომ ხდება ყოველთვის რა. ავტორიტეტი იმის ავტორიტეტია, რომ ორივეგან ავტორიტეტი იყოს. ჩვენთან ავტორიტეტები აღარ არსებობენ. ერთი პატრიარქი დაგვრჩა და ადრე ალბათ თქვენ ეპოქაში, თქვენ ახალგაზრდობის ეპოქაში გაცილებით ბევრი იყო. ეს არ იყო მარტო ეკლესია, ეს იყო ინტელიგენცია, კულტურის წარმომადგენლები, სხვა სფეროს წარმომადგენლები. ეკლესიას თავის დიდი ადგილი ეკავა, მაგრამ ძირითადში მაინც სწორება ჰქონდა, სხვათა შორის სპორტზეც. სპორტზეც. აი, შემთხვევით ხომ არ არის, რომ ეს გააღიზიანად კვარაცხელიას ფაქტორმა. შემთხვევით არის კი, მართალია. ანუ გამოჩნდა ვიღაცა ადამიანი, რომელსაც მეც და ჩემი პოლიტიკური ოპონენტიც ერთნაირად გულშემატკივრობთ რა. და ეს იმდენად ცუდად აღიქვას აი ამ ტექნოლოგიებმა, იმდენად ცუდად აღიქვას, რომ დაიწას აი სანაია შემთხვევით ხო სანაია ხო ეს კოგნიტური ომების გამჩაღებელი ადამიანია, ხო ეს? მე მგონი მსხვერპლია. იმიტომ რომ ვერაცნობიერებს რას აკეთებს. ხო, ეგ არ ვიცი მის ცნობიერების დონე რამ ხელაა, მაგრამ მგონი ძალიან კარგად აცნობიერებს თავის საკუთარ მავნებლობას. და ის რომ აი ეს გაჩნდა და აუცილებლად უნდა დაერტყათ, ეგ ჩვეულებრივი მომენტია. ამიტომ ანუ რაც უფრო მეტი ესეთი ადამიანი გვეყოლება, რომელსაც ერთნაირად ბალეშიკობთ, ერთნაირად გვაერთიან სიმბოლური დონეზე გვაერთიანებს. მით უფრო მარტივი იქნება ჩვენი ურთიერთობის ფორმა, პოლიტიკურად განსხვავებულ ადამიანებთან. კულტურის სფეროდან, სპორტიდან, სპორტი ფეხბურთი, სხვათა შორის მოჭიდავეებიც ლევან თედიაშვილი, მაგალითად კერპი ბევრისთვის, ძუდოისტებზე რო არაფერი თქვა, ფეხბურთი იცით, ახლა 91 წლის დიდი მოვლენა თასებსობო თასი რო ავიღეთ და ეკლესია მუდამ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთო კავშირი იყო და სააღდგომო ლიტურგიაზე რა გადაცმულები და იმით დავდიოდეთ, რა ქვია, მენაკლებად, მაგრამ ხალხი დადიოდა, მორწმუნე იყო ჩემი მეგობრები და არ ერიდებოდნენ იმისა, რომ სადმე ვინმე უცებ ხელს ჩაავლევდა. ანუ იყო ეს ავტორიტეტი იყო, რაც იდგა ქართული საზოგადოება რა. მოკლედ იმის თქვა მინდა, საბოლოო ჯამში იმის თქვა მინდა, რომ რაღაც ინსტრუმენტებზე პოლიტიკური, ანუ ორი გზა არის. შეიძლება მეტი, მაგრამ თუ ორი გზა არის. რაღაც პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან. მე ეგრე მგონია. მე ყოველ შემთხვევაში იმათ გავაკრიტიკებ, ვინც არ იტყვის ამაზე უარს. ეგ იქნება გინდა ქართული ოცნება, მინიმუმ ხარს არ დაუჭერ. მინიმუმ ეს მომენტი მექნება. და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ანუ ქართული სახელმწიფომ, ქართული საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ამ გამაერთიანებელ ფიგურების არსებობას. პატრიარქის ზიზღი მაქედან გამომდინარეობს, რომ ის გამაერთიანება. ხო, მაგითო თქვი, პირველი რაცა წამომევიდა ავტორიტეტი ყველაზე დიდი, ხო, ისაც ებძვიან, ხო. თვითონ ის მამა დორეთეს მოვლენაც ხო ეხა რატოა შექმნილი, ხო? ხო, ეგ არ ხო, სწორედ თქვი, ხო, დორეთი. ხო, რა თქმა უნდა, ხო. ეგ არ ვიცი, ეგ თვითონ მიხედავენ, მე ესე მგონია, რომ რაღაცა მოვლენებზე არ არის აუცილებელი საყოველთაო ყურადღების ის იყოს. არის ინსტიტუცია და ეს ინსტიტუცია საკუთარ თავს თვითონ გაუძღვება. მაგრამ იმის თქვა მინდა საბოლოო ჯამში რაღაცნაირად რომ შევაჯამო. თვითონ ამ არაბულ კომპანიას რაც შეეხება, არ მაქვს ერთიანი წარმოდგენა. არ ვიცი ბოლომდე რეალურია თუ არა ის გამოწვევები, რა გამოწვევებს საუბრობენ. გონია რომ არაა დამაჯერებელი არაბიზაცია, არაა დამაჯერებელი. მოდი არ ვიტყვი რომ გადაცემაში უკვე თქვი რომ არ მოხდება მეთქი, მაგრამ ეხლა ტონს შევცვლი და ვიტყვი რომ ჩემთვის არაა დამაჯერებელი ეს. ყოველ შემთხვევაში ის რაც არგუმენტებად იყენებენ, მაგის გაბათილება მარტივად შეიძლება. შეიძლება ყოველ შემთხვევაში არსებობდეს სხვა არგუმენტები, რომელიც მე არ ვიცი და შეიძლება ვწდებოდე და შეიძლება არასწორ პოზიციაზე ვდგარ. ანუ მე მინდა ის ვაჩვენოს ხეს, რომ მე არა ვარ დარწმუნებული 100% საკუთარ თავში, მაგრამ ის რაც ითქვა, არა დამაჯერებელი. და მეორე მგონია რომ უნდა გავიაზროთ ზოგადად რა ეკონომიკური სისტემაში ვართ და
რა ალტერნატივები გვაქვს და გონია რომ მისი კრიტიკა ზოგადად ამ კომპანიის კრიტიკა თუ საკრიტიკებელია, უნდა მოხდეს არა ეთნონაციონალიზმის მიმართულებით, არამედ უნდა მოხდეს სხვა მიმართულებით, რომელიც გააჯანსაღებს ზოგადად პოლიტიკურ სისტემას და გრძელვადიანათაც სწორი იქნება. აი, სწორად ამიტომ თქვი, რომ როცა რაღაცა თემა არის, მით უმეტეს ესეთი სენსიტიური, ხო? მართველი გუნდიდან უნდა იყოს, აი, ახსნა განმარტებითი საუბრები. თუ საჭიროა, შეიძლება ერთი თვეც ისაუბრონ, არ უნდა დაიზარონ და მარტო პრემიერ-მინისტრი არ უნდა გახდეს ფრონტმენი, იმიტომ თუ. ისი შენ როგორ ატყობ? აი, ახლა რაც მოძრაობა დაიწყო, ანტიპროექტი დავარქვათ. იქ სასულიერო პირების ჩანაწერები ვნახე და აბსოლუტურად არ ანგაჟირებულის, ბევრი ვიცი რომ მართლა ჭეშმარიტად უყვარს თავის სამშობლო, მაგრამ ნუ აი ესე თulis. რას ფიქრობ? შეექმნება საფრთხე? გახორციელება? არ ვიცი. იცით რა არის? საბოლოო ნამახვანი სხვა თემაა, პარალელს არ ვავლებ, მე თვითონ პრეცედენტს ვამბობ. იყო სოციალური მომენტი და შეჭერდა. აქაც შეიძლება მსგავსი რამე მოხდეს. ნამახვაზე მე ხმა არ ამომეხია, იმიტომ რომ მე ზოგადად როდესაც დაიწყო ეს ნამახვანის ამბავი, ვერ გავიგე სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ორივე მხრიდან მესმონდა საკუთარი არგუმენტები და ზუსტად ვიცოდი რომ არა ვარ სპეციალისტი მაგ საკითხის, თავიდან სხვა საკითხი დაიწყო, ხელშეკრულებაზე არ დაიწყო. თავიდან დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის არაეფექტური იქნება რა გარკვეული გეოლოგიური პრობლემების გამო, მე ესენი ამბობენ რომ სისულელეა ეს და მე აღმოჩნდა რომ მართლა პრობლემური აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ ნუ დასკვნების დაიდო მეცნიერმა დაწერა და ეხლა თუ ვინმე შეიძლება ვენდო ამ საკითხში მეცნიერს უნდა ვენდო. რა თქმა უნდა, ხო, აკადემიურ. ამიტომ მე ნდობა, ანუ აკადემიურ სივრცეადმი მაქვს. და რადგან ეს დაიწერა და რადგან ეს ითქვა, მე გავშერთ. მე როდესაც საჯაროდ გამოვიდა ეს ხელშეკრულების ამბავი, თვითონ ხელისუფლების პოზიციას ნათელი არის, რომ ხელისუფლებას იმის მიუხედავად, ხა დანაკარგი იყო, შეცდომა იყო, შეცდომების აღიარება შეუძლია. უკან გადადგმა, ნაბიჯის უკან გადადგმა შეუძლია. თუ მე ამის თქმამია, თუ ეს გამოჩნდა ესეთი, ხო? აუცილებლად უნდა გადადგას უკან ნაბიჯი, მაგრამ ეხლა ამ დისკურსში რაც ეხლაა წამოწყებული, ჩემი აზრით ის არგუმენტები, რა არგუმენტებიც ეხლა იშველიებენ, არა საკმარისი არგუმენტები. ჩემი აზრით. გასაგები. თორე ანუ სხვა ქვეყნების მაგალითები ზედაპირული შესწავლით, ამ კომპანიის საქმიანობის სხვა ქვეყნებში შესწავლით, ცნობების მიღებით უბრალოდ ესეთი რაღაცა არ ფიქსირდება. ესეთი რაღაც არ ფიქსირდება. ეს არაა პრობლემა. პრობლემა მგონია რომ სხვა საკითხშია დგას. რა ვიცი, ამიტომ ნუ ბევრმა როდესაც ეს დავწერე. რამოდენიმე ის პოსტი დავწერე, ვიფიქრე რომ ხა მე ვიღაცას ვაправებ და ასე შემდეგ. და რეაქციებიც რო წავიკითხე, მახსოვს რომ არ ერთგვაროვანი იყო. ნუ როგორ იქნებოდა ხა ერთგვაროვანი, მაგრამ იქ რადიკალური აზრებიც. ხო, ანუ გამოდის რომ რაღაცა ესე იგი აზრის უფლებას მართმევენ, ესე გამოდის. ზუსტად. ხო და კი ბატონო, ნუ რა ვიცი, თუ ვისაც უნდა როგორ იფიქროთ, მაგრამ დამისაბუთოს რატომ არის ჩემი შეკითხვები და ჩემი მოსაზრებები არასწორი. ეს დამისაბუთოს. თუ უნდათ ეგ სულ იყოს შეკვეთილი ნათქვამი და სულ რა ვიცი. ნუკრი, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მქონდა ორი შეკითხვა, მაგრამ იმდენად ეგზისტენციურ თემებს ვეხებით საქართველოს ყოფნა არ ყოფნის, ნუ ესე ვთქვათ, გავამძაფროთ ან მომავალი ორიენტირის ჩამოყალიბებაზე, რომ ეხლა კაპიტალზე, ბინამშენებლობაზე და ბანკების თემები შემდეგი საუბრისთვის გადავდოთ, იმიტომ რომ აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემა შევეხეთ. და დიდი მადლობა რომ ესტუმრე და აი ამ თემაზე დამთავრდი და საკმაოდ შინაარსობრივი საუბარი იყო შენი მხრიდან, მეც ჩემი აზრი გამოვხატე და ერთ რამეს ვიტყვი რომ შეიძლება ვთქვით რომ პატივცემულო მაყურებლობო, მე იშვიათად ვამბობ, ფაქტობრივად არ მოგიწოდებთ ხოლმე რა, გააშიარე და ალაიქე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ის შემთხვევა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რაც არ უნდა ბევრისთვის კრიტიკული იყოს, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ რომ გააზიაროთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ის რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ნუკრი,
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. ალბათ ბევრს არ მოიწონებ მე ხა ნუ გაზრებული ახლა აბა როგორ ხარ სხვანაირად გაზრებული მაქვს რომ მოკლევადიან იმ პერსპექტივაში ალბათ არიან ფრენდები რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ ალბათ წამშლიან ალბათ რაღაცა იქნება მაგრამ მირჩევნია რომ ის ჩემ ტვინში რაც არის ჩემ აზრში რაც არის ის თქვა და საბოლოო ჯამში ის ადამიანი ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები მაინც გაიგებენ ჩემ პოზიციას ვისთვისაც აი ესეთი აზროვნების ფორმა რომ როგორიც მე მაქვს მისაღებია იმის მიუხედავად რომ მე არ ვამბობ რომ მე მართალი ვარ ხო ნუ ეგ ჩვენ თავიდან ვთქვით რომ ჩვენი აზრია და ეს უგონია კლავ ვიმეორებ მე შეიძლება ერთ თვეში პირობითად გავიგო აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია სხვა წყაროები და აბსოლუტურად სხვა რაღაცა მოგიწოდოთ მაგრამ იმის თქმა მინდა რომ საღი დამოკიდებულება მოითხოვს გარკვეულწილად იმას რომ გულწრფელობას და ეს გულწრფელობა მინდოდა რომ გარკვეულწილად აი ესე იგი ყოველგვარი იმის გარეშე რომ ვინ რას ფიქრობს და ესე არ მეთქვა თუ მეთქვა ესე მეთქვა თქვენთვის და ნუ დანარჩენი უკვე დრო განსაზღვრავს და ნუ მოვლენების დაველოდოთ როგორ მოხდება და კარგი იქნება ვინც ამ ჩვენს ვიდეოს ნახავს და მოусმეს თუ კომენტარებში კითხვებსაც დასვავს საინტერესოა რა კითხვები გაგიჩნდებათ და მე ნუ გარკვეული დროის განმავლობაში რაღაც პერიოდის მერე ნუ კრისტო ეკნება დრო და ასე შემდეგ შევთანხმდებით და შესაძლოა ამ თემას მეორეჯერ მიუბრუნდეთ და შეიძლება ის დაგვარად კითხვებზე პასუხები გაგცეთ ნუ თავის მხრიდან კომპეტენციაში და ნუ მეც მაქსიმალურად ვეცდები რომ ამას ხელი შეუწყო და კიდევ ერთხელ არ დაგავიწყდეთ რა გააზიარეთ იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობთ ნუ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დროებით თემები ბევრია სასაუბრო კიდე უფრო მეტი იქნება როგორც ჩანს და მოხარული ვიქნები თუ მე სტუმრები დიდი სიამოვნებით